მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის. მე ვარ თათია დვალი, მოძრაობის წევრი და დღეს ვისაუბრებთ 1 მაისზე, ასევე მოძრაობის სამ ძვირფას წევრთან ერთად, ვანო აბრამიშვილი, გიგა ბექაური და გუგა დუდუჩავა იქნებიან ჩვენი სტუმრები. დღევანდელი საკითხი როგორც თქვი იქნება 1 მაისი, რადგან ახლოვდება 1 მაისი, ჩვენთვის როგორც მოძრაობისთვის, რომელიც სოციალურ დემოკრატიულ საკითხებზე მუშაობს, თავისთავად ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ეს არ არის დღე, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ ეს რაღაც კონკრეტულად ჩვენი მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და დღევანდელი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება, რომ ვიმსჯელოთ ერთად და გავაზიაროთ ის თუ რატომ გონია 1 მაისის როგორც შრომელთა დღის საკითხზე საუბარი დღეს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში აქტუალური, მნიშვნელოვანი, როგორც მისი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, რაც თავად ამ დღეს უკავშირდება, ასევე თავად დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში, არამედ მათ შორის გლობალურადაც. ასევე გაგიზიარებთ მოძრაობის უახლეს ამბებს, მათ შორის ვანო აბრამიშვილი და სოფო ვერძეული ჩვენი ძვირფასი წევრები, ძვირფასი ამბები რომ მგონი სიტყვას, მაგრამ გულიდან მოდის. ცოტა ხნის წინ იყვნენ ბარსელონაში ვიზიტზე, სადაც დაესწრნენ გლობალური პროგრესული მობილიზაციის პირველ შეხვედრას და პირველ რიგში ვანოსთან გვექნება ალბათ ამაზე სიტყვა, იმიტომ რომ ავხსნათ ჯერ საერთოდ რას ნიშნავს ეს რა ინიციატივა და ჩვენ როგორც მოძრაობა რატომ ვართ საერთოდ თამაში ჩართულები და ამავდროულად თავისთავად გაგიზიარებთ ჩვენს სამომავლო გეგმებსაც, როგორც 1 მაისი, ასევე როგორც მოძრაობა რას ვაპირებთ მომავალში. მოდი, რადგან ეს საკითხი ვახსენეთ და ბარსელონაში ვიზიტზე დავიწყოთ საუბარი, ვანო შენთან გადმოვალ სიტყვით და რომ მოგვიყვე მართლა მოკლედ, ჯერ ერთი გვითხრა იქ რა დაგხვდათ, რა იყო, ეს რა არის ეს შეხვედრა და რატომ ფიქრობ, რომ ამაში მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის და ჩვენთვის. მადლობა. ასევე მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს და მართლაც ესე იგი ჩვენ 17 რამდენიმე დღე რაც დავბრუნდით 17 აპრილს ბარსელონაში გაიმართა გლობალური პროგრესული მობილიზაციის პირველი შეხვედრა და ეს არის აი ამ მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული სოციალ-დემოკრატიული ძალები, ასევე ის აერთიანებდა მოძრაობებს, პარტიებს, პიროვნებებს და ყველა ერთად ეს იყო რაღაცა კოლექტიური ერთის მხრივ რაღაცა დისკუსიის და მეორეს მხრივ როგორ შეიძლება იმაზე მსჯელობის საკითხით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადავიდეს ქმედებაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის განაცხადი მემარცხენე ძალების, პროგრესული ძალების გლობალური მასშტაბით, რომ იქმნება რეალურად ანტი-მაგა, ანუ ანტი-ტრამპისტული, აი ეს ყალბი კონსერვატიული მოძრაობა და აღარ აპირებს აღარავინ რომ მოითმინოს აი ეს ტრამპისეული, აი ეს მართლა ნეოკონსერვატიული მორალისგან დაცლილი, სიმართლისგან დაცლილი, იდეებისგან დაცლილი სრული სიგიჟეები, რაც ეხლა მსოფლიოში ხდება, ხო? და ასევე ეს არა მარტო კონტრმობილიზაციის საკითხია, არამედ ეს არის პირიქით თავის აი ამ სიტყვაში პედრო სანჩესმა თქვა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ვის ინიციატივითაც ეს იყო დაორგანიზებული, რომ უკვე აი ეს თუ მუდმივად აი ეს ნეოკონსერვატიული ძალები იყვნენ შეტევაზე, რომ აი რაღაც თქვენ უნდა გრცხვენოდეთ თქვენი პოლიტიკის გამო, რაღაც თქვენ ხალხს აღარიბებთ, აი ამ სტერეოტიპული ეკონომიკური პოლიტიკით და ასე შემდეგ და აი ეს სიყალბის წარმოჩენით ეხლა აი ეს მხარეები უკვე იცვლება. ეხლა ისინი უნდა იყვნენ, ვისაც უნდა სცხვენოდეს სინამდვილეში, ხო? სწორედ აი ამ ძალებს, რომელსაც სათავეში უდგას ტრამპი და მაგა მოძრაობა და აქედან გამომდინარე ეს არის ერთის მხრივ პასუხი და მეორეს მხრივ პირიქით პოზიტიური დღის წესრიგის გარშემო მობილიზაცია და ეს პოზიტიური დღის წესრიგი დგას პირველ რიგში დემოკრატიაზე, იმიტომ რომ მთელი ნეოკონსერვატიულ ძალებს ჩვენ ხედავთ რომ ახასიათებს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება და ესენი არიან ძალები, რომლებსაც უნდათ რომ მარადიულად დარჩნენ ხელისუფლებაში. სრული აი მაგალითად ყველაფერს თავი დავანებოთ იმ სრული აბსურდის, რომელსაც ხვდებით რომ შეუძლებელია, ხო? შემოგდებით, რასაც მაგალითად აი ტრამპის 28 წლის კამპანია ქვია, ხო? მაგალითად ადამიანი
ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნახევრად ალბათ მართლა გამჟღავნებული სურვილით მუდმივად საუბრობს იმაზე, რა გზებით შეიძლება 2028-ში მაგალითად ის ან მაგალითად ის მაგა მოძრაობა ისევ იყოს ამერიკის ესე იგი მესაჯი, ხო? პროტრამპისტული კი, პროტრამპისტული მოძრაობა, კი. და აქ ალბათ მაგხრივად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ხო და რაღაც ერთგვარად შეიძლება ირონიულიც ზუსტად ის ტრამპ თაუერის საქართველოს კონტექსტში რომ გადავიდეთ ტრამპ თაუერის განხორციელების მთელი ეს გრანდ გეგმა რომელიც 10 წლეულებია საქართველოს რეალობაში არსებობს სხვადასხვა რეჟიმების ფარგლებში ოღონდ. და ასევე აი ამ დემოკრატიის მერე აღსანიშნავია რომ დემოკრატია უნდა იყოს სწორედ სოციალური, ეკონომიკურად ძლიერი. ძალიან ბევრი საუბარი იყო შრომაზე თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე აი ამ ხელოვნური ინტელექტის გაძლიერების კონტექსტში და ასევე ძალიან ბევრი საუბარი იყო და მოწოდება აი ამ მშვიდობაზე, იმიტომ რომ მშვიდობა არის სწორედ პროგრესული ძალების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი და გულწრფელი მესიჯი, განსხვავებით მაგალითად სწორედ იგივე ამ ტრამპისგან და მისი მხარდამჭერი მოძრაობისგან, რომელიც მშვიდობის იდეის რაღაცა სრულად მანიპულაციური მესიჯით მოვიდნენ და რაღაც შერყვნეს ეს იდეა, ხედავთ ახლა რაც ხდება მაგალითად იგივე გლობალური მასშტაბით და რამხელა წახალისება აქვს, თუნდაც მაგალითად იგივე და მხარდაჭერა აქვს სწორედ აი ამ პროტრამპისტული ძალების მხრიდან, მაგალითად ისრაელის მანდატებს იგივე ლიბანში რო თავი დავანებოთ იმაზე, რაც ვიხილეთ უკვე გასულ წლებში იგივე ღაზაში, ვესტბანკში და ასე შემდეგ, ხო? და აქედან გამომდინარე ასევე თუნდაც ის სწორედ იდეოლოგიურ კუთხეში ვხედავთ ტრამპის რეაქცია როგორი არის სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, ხო, რომელსაც სულად არ აინტერესებს სინამდვილეში აი ეს მშვიდობის საკითხები და მთლიანად ესე იგი ყველანაირი მხარდაჭერა მოუხსნა უკრაინას. იმიტომ რომ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო, როგორ შეიძლება ევროპამ უფრო მეტი გააკეთოს უკრაინისთვის აი ამ კონკრეტულ ომში რუსეთთან. ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი და სიტყვა რომელიც იყო საკვანძო ყველა დისკუსიაში, ეს იყო ხელმისაწვდომობა. ეს იყო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ხელმისაწვდომობა საბინაო ფონდზე, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ხელმისაწვდომობა თუნდაც მშვიდობაზე. ხო, რომ ადამიანებს, იმიტომ რომ მშვიდობა თვითონ ცენტრალური აი განმარტება რაც იყო აი ამ ჩვენი შეხვედრის ფორუმის იყო რომ მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას ანიშნავს. ეს არის პროგრესული იდეა, რომელიც ნიშნავს პროაქტიულად სოციალურ, ეკონომიკურ განვითარებას და სამართლიანობის შემოტანას. და აქედან გამომდინარე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე იყო ძალიან ბევრი მსჯელობა სწორედ აი ამ გარემოს საკითხებზე, კლიმატზე, იმიტომ რომ ეს სწორედ აქ ერთიანდება მემარცხენე ფრონტი, ხო, რომელიც შედგება მწვანე და წითელი ფერებისგან, ხო, ანუ სოციალ-დემოკრატებისგან და მწვანეებისგან, გარემოს დამცველებისგან და ასევე იყო ძალიან ბევრი დისკუსია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამისთვის დაფინანსებების მოძიება, ხო? იმიტომ რომ და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ის არის იმ გადაჭარბებული და ეს სიტყვა იყო ნახსენები ჭარბი მოგების დარეგულირება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ სამყაროში ისაუბრო სამართლიანობაზე, როცა მაგალითად ილონ მასკი 1 ტრილიონიან ბონუსს ელოდება თავისი კომპანიისგან. ეს ხო სრული აბსურდია, რომ 1 ტრილიონი ადამიანმა ჰონორარის სახით აიღოს თანამედროვე სამყაროში. და აქედან გამომდინარე, აი ეს ჭარბი მოგების ფენომენი სულ უფრო დიდი განხილვის საგანია, გამომდინარე იქიდან, რომ როცა რაღაცა რაციონალურ ფარგლებს ცდება ეს მოგება, მთელი რისკი გადადის ადამიანებზე, იმიტომ რომ მე და ეს ნახე ჩვენ 8 წელს, როცა ფინანსური კრიზისი იყო, იმიტომ რომ მთელი ეს სიჭარბე გადაითარგმნება ხოლმე აზარტში, უპასუხისმგებლობაში და უკვე მაინც ეს ადამიანები არ ისჯებიან საბოლოო ჯამში თავიანთი აი უპასუხისმგებლობის გამო, ხო? აქედან გამომდინარე ამისი პრევენცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ წმინდად თანხების მობილიზაცია ამ აქტობისთვის. მე შესავალში გამომრჩა მსმენელისთვის მომეწოდებინა, რომ ისინი უნდა შემოგვიერთდნენ
ჩაერთონ ამ დისკუსიაში და დაგვისვან კითხვები. ამიტომ გამოვასწორებ ახლა ჩემს შეცდომას და მოგიწოდოთ გულით და სულით რომ დაგვისვათ კითხვები და შევეცდებით გიპასუხოთ. კი, გუგა. დავამატებით ათილოს უსმენდი და ყურადღებით, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენი მოძრაობის წევრები ესეთ მნიშვნელოვან რაღაც გლობალურ ფორუმში იყვნენ მონაწილეები და ეს არ არის უმნიშვნელო ამბავი, მინდა რომ ჩვენს მსმენელს რაღაცა ამაზე რაღაცა თანადო ყურადღება ქონდეს, უბრალოდ რაღაცა აი რომ ფართოდ დავინახოთ აი ეს სიტუაცია ახლა რა პრობლემებზეც საუბრობ და რაც არის გლობალურად, ხო ეს მართლა ისეთ ერაში და ისეთ რაღაც პერიოდში შედის მსოფლიო და ცხადია ეს რაღაცა დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ რაღაცა აი თანამედროვე ეპოქაში კიდევ უფრო მწვავეთ, აი ეს მანკიერი, სიხარბე, გარემოს ექსპლუატაცია, უთანასწორობის რაღაც ასტრონომიული ზრდა, ხო? და აი რაღაცა მე მგონი დადგა დრო და უკვე რაღაცა მომწიფთ აი ეს ანუ ეს კრიზისი უკვე თანამედროვე მსოფლიოსი ანუ იმ ფაზაში შედის, როცა ეს უკვე ესე ვეღარ გაგრძელდება, ხო? აი უფრო ცოტა რაღაც 10 წლებით უკარო მოვიხედოთ, ხო? აი როდის დაიწყო, ხო? ეს ახლა ზოგადად ვიცით რომ მსოფლიო სამწუხაროდ უმეტესი დროის მანძილზე იყო ადამიანის უმრავლესობისთვის ექსპლუატაცია და ჩაგრვის სივრცე, ხო? მაგრამ რაღაცა გარკვეულწილად, როდესაც ხდება პროგრესული ცვლილებები და გარდაქმნები, რომელიც ძირითადად მე-19 საუკუნეში იწყება და განსაკუთრებით უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარიდან, ხო? განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში და ზოგადად დასავლეთში ხედავთ რაღაც კეთილდღეობის დამყარებას და თანამედროვე სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო სწორედ ამ პერიოდში იქმნება, ხო? რაც არის სწორედ რაღაცა აი ჩვენი მოძრაობისთვის ამოსავალი წერტილი, სადაც დაცულია სოციალური უფლებები, ღირსეული ცხოვრება და ადამიანებს განვითარების შეძლება აქვს და აი სადღაც 80-იანი წლებიდან, ხო, აი 70-იანი ბოლოდან უკვე რაც იწყება ეს ნეოკონსერვატული, ნეოლიბერალური რევოლუცია, ასე ვთქვათ, ესე დავარქვათ ამას, ხო? აი უკვე მანამდე არსებული ტრენდი, რომელიც უკვე უფრო თანასწორობისკენ მიდიოდა, ხო, აი მაგ პერიოდიდან იცვლება, ხო? აი დღეს აი ბოლო 30-40 წელი ეს არის მთელი ძალიან განზოგადებლად და რა თქმა უნდა ცოტა ზერილეთ რო ვთქვათ, სოფლიოს ისტორია, ხო? დღეს რა რეალობა გვაქვს აი მასკი და ესეთი ფიგურები, ბეზოსი, ხო, როდესაც მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარს, ხო, ანუ ეს აი კარგად აღვიქვათ, ხო? 1% ფლობს მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარს. და კიდევ უფრო მძიმედ რო დავინახოთ, ხო, სურათი. მსოფლიო მოსახლეობის 0.1%, ხო? ანუ ეს მართლა რამდენიმე 1000 ადამიანიც კი არ არის, 0.1%, ხო? ფლობს ანუ დანარჩენი ნახევრის, ესე იგი ყველაზე ქვედა 50%-ზე სამჯერ მეტქონებას. ანუ ეს უკვე იმდენად უთანასწორობა და ეს არ შეიძლება ბუნებრივი, ეს არ შეიძლება სამართლიანი იყოს, ეს არ შეიძლება დავაბრალოთ იმას, რომ მასკი, ბეზოსი თუ მსგავსი ფიგურები რაღაცა მილიონჯერ უფრო შრომის მოყვარენი ან ნიჭიერები არიან იმ დანარჩენ ხალხზე, ხო, როგორც დაუშვათ ნეოლიბერალური რაღაცა აზროვნების პარადიგმა ცდილობს რომ ახსნას, ხო? და საქართველოს ხო სამწუხაროდ აი ამ ტრენდშია, ხო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ უყურებთ და მომსწრენი ვართ ძალიან მცირე ჯგუფის გამდიდრებას და ეს არ არის უბრალო რაღაცა ის რომ ადამიანები კეთილი, ეს არის ასტრონომიული გამდიდრება დანარჩენების გაღარიბების ხარჯზე, საერთო სიკეთის წართმევის ხარჯზე და ამის შედეგებს ჩვენ ვხედავთ, ხო? ანუ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ცხადია უამრავი, ასე ვთქვათ, კატაკლიზმა და რაღაცა პრობლემა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ხო? მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად სხვა ეს ქონების, ასე ვთქვათ, მიტაცება, რაც მცირე ჯგუფმა მოახერხა და შემდეგ უკვე საჯარო სიკეთეების, საჯარო ქონების წართმევა და ამის შედეგი იყო, ხო, რომ ის რომ ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არჩევათ და იწყება ემიგრაციის ტალღა, რომელიც დღემდე იცვლება, ხო? და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვიდან 35 წლის შემდეგაც ჩვენ ქვეყანაში ეს ტრენდი არ შეცვლა, ხო? ისევ ვიდივართ არა რაღაც კეთილდღეობისკენ და არა რაღაცა თანასწორობისკენ, არამედ პირიქით. თუნდაც ის ეკონომიკურის და რომლითაც რაღაცა სხვადასხვა პირობებში, ხო, სხვადასხვა ხელისუფლებები იწონებდნენ თავს მართველი პარტიები და ვინც ძალაუფლებას, ასე ვთქვათ, ფლობდნენ, ხშირ შემთხვევაში არ აისახებოდა და არც თქვათ ბოლო წლებში რაღაც ნომინალურად ეკონომიკურის და რომელსაც ჩვენ ხედავთ არ აისახება, ხო? ჩვენ ხედავთ მოსახლეობის გაღარიბებას, კიდევ უფრო რაღაცა, ასე ვთქვათ, ნაკლებ შეძლობის მიღებას და ერთადერთი თუ კი ის რაც დაუშვათ ჩვენს ქვეყანას ასე თუ ისე განასხვავებს რაღაცა ბევრად ჩვენზე ღარიბი და მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნებიდან, არის სწორედ ის ემიგრანტები, იმიტომ რომ მეტწილად მათ ხარჯზეა რომ რაღაცა მინიმალური სტანდარტი თავიანთ ოჯახებს უნარჩუნებენ. აი ეს შენაც ახსენე ალბათ ორი რაც ისაუბრეთ, ანუ გუგა ამ რეალობიდან რომ ამოვიდეთ და დაუბრუნდეთ 1 მაისის თემას. როგორც აი ვანო შენაც ახსენე, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ხო, რომ სოციალურ საკითხებზე საუბრისას იქვე შემოდის მშვიდობის თემა, მშვიდობა, რომელიც თუნდაც ახლა საქართველოს კონტექსტში რო ავიღოთ, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში თითზე დასახვევი და ერთგვარი
პროპაგანდის საწარმოებელი საკითხი იყო ქართული ოცნებისთვის, რომელიც მშვიდობის ძალიან კონკრეტულ განმარტებას გვთავაზობს, ხო? გვეუბნება, რომ თუ კი ბომბები არცვივა შენს თავზე, შესაბამისად გაქვს მშვიდობა და ამავდროულად იქვე ამაშივე ხას ამ დებულებაშივე უსვამს ხას იმას, რომ რაწამს მე არ ვიქნები როგორც გარანტორი ამ მშვიდობის, მაშინვე დაიწყება სწორედ ის რაც არავის არ უნდა, ომი და ამიტომ არც კი იფიქრო არც ერთ მომენტში რომ რაღაცნაირად შემცვალა ეს ფიქრიც კი არ გაევლო თავში, მაგრამ მეორე მხრივ აი იმ განმარტებით თუნდაც რაც ვანომი საუბრა, იქვე ჩნდება კითხვები, ხო, შეიძლება კი მაგალითად საქართველოს იმ რეალობასაც მუდმივად ტერორში ხარ, ომის ტერორში ყოფნა თუნდაც მუდმივად დგას უმძიმესი მდგომარეობა სოციალური მიმართულებით და გუგამ რაც ახსენა, ხო, თუნდაც ემიგრაციის საკითხი, ამას ეწოდოს ესე ღიად მშვიდობა და მithmetes მშვიდობა, რომელიც სასურველია და იმისათვის რომ ეს მშვიდობა არ დაკარგო, უნდა მუდმივად სტატუს კვო, ანუ არსებული რეალობა შეინარჩუნო და ცვლილების გეშინოდეს, რადგან ეს ცვლილება ავტომატურად მოწოდებულია შენამდე როგორც საშიშროება ომის. აი ამ რეალობიდან რო ამოვიდეთ, ხო და აქედან რო ვისაუბროთ, ერთის მხრივ საერთოდ რას ნიშნავს ეს 1 მაისი? რა არის 1 მაისი? ხო, ეს შრომელთა დღე თავისთავად შეიძლება როგორც სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მას აქვს თავისი კონკრეტული როგორც ისტორიული, ასევე პოლიტიკური განმარტება და მე უკვე გადავიდეთ უშუალოდ მოძრაობის გეგმებზეც. გიგა, აბა შენ თუ გექნება ამაზე სათქმელება, ვნახოთ, როგორც ეს პროფკავშირების წარმომადგენელი ადამიანი. კი, ნამდვილად. მაგას გეთანხმებით, რომ ქართული პროფკავშირების სული და გული. ხუმრობით, მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთხელ, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ უბრალოდ როგორც ფაქტობრივი ისტორიული გამოცდილება გავიხსენოთ, ზუსტად რასთან არის ეს 1 მაისი კავშირში. ხშირად ვამბობთ ხოლმე ყოველ 1 მაისის წინ ვიხსენებთ ამ ჩიკაგოს მოვლენებს, რომელიც საკმაოდ შორეული წარსულია უკვე, ეს არის 1886 წლის მოვლენები, როდესაც აი საინტერესო ფაქტია ხოლმე, რომ 1886 წელს პრინციპში ბევრად ადრე, მაგრამ 1884 წელში და 86 წელში განსაკუთრებით გააქტიურდა, ესე იგი 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნა. 8 საათიანი სამუშაო დღე, ესე იგი დღემდე მიუღწეველი არის საქართველოს მშრომელისთვის და ამას ითხოვდნენ ჩიკაგოში დასაქმებულები და ამას მოყვა შემდეგ იქ 86 წლის 4 მაისს მოყვა შეტაკებები და 1 მაისი იყო ეს კამპანია დაწყებული, რამდენადაც 1 მაისს უკვე ელოდებოდნენ 8 საათიანი სამუშაო დღე წესით დაპირებისამებრ უნდა დათქმულიყო, არ გამოვიდა ესე და აი ამ შეტაკებებს ემსხვერპლა რამდენიმე მშრომელი სიცოცხლე და უკვე შემდეგში იწყება სოლიდარობის კამპანია, სოლიდარობის აქციები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური, სოციალური სამართლიანობის იდეებზე მყოფი ძალები და სხვადასხვა პროფკავშირები მთელს მსოფლიოში, მათ შორის შემდეგში უკვე საქართველოშიც იწყებენ სოლიდარობის მოწოდებებს და აი ამას ამიტომ შემდეგ წესდება ეს დღე და ამ დღეს ეწოდება მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე. თუმცა მე დაგეთანხმებით იმ პათოში, რომ არ უნდა გავიგოთ 1 მაისი, როგორც რაღაცა კონკრეტულად აი წარმოდგენა აქვთ ხოლმე ეგრე, რომ 1 მაისი რაღაცა შეიძლება ის საბჭოთა კავშირზე რო არის ხოლმე წარმოდგენები და საბჭოთა კავშირთან რო აკავშირებენ, ამაზე დიდად ვერც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ნუ არა, ისტორიული განსხვავებულობები არსებობს რა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეს შინაარსი რო წავიდეთ, სულ აქვს ხოლმე ალბათ ადამიანს განცდა, რომ ეს არის რაღაცა მაღაროელების დღე, რკინიგზელების დღე შეიძლება იყოს, მაგრამ არაფრის დიდებით ეს არ შეიძლება იყოს რაღაცა ხო შედიხარ მაგალითად სუპერმარკეტში და აი იქ რომ ადამიანი ხვდება იმის დღე არის, მაგრამ შენ თვითონ რომ შედიხარ სუპერმარკეტში, ანუ შენი დღეც არის, იმიტომ რომ იქ რომ შედიხარ იმის ფული არა გაქვს, როგორც შემთხვევაში პირველი სასურსათო კალათასაც ეძახიან, ისეც კი დაიკმაყოფილო. ანუ სინამდვილეში ეს დღე ჩვენ გვახსენებს ერთ რამეს, რომ ჩვენ ცხოვრობთ უსამართლო საზოგადოებაში, გაყალბებულ ეკონომიკურ სისტემაში. ჩვენ ყოველდღიურად, როდესაც ვიღვიძებთ და როგორც იტყვიან, გძულს ორშაბათი დღე, აი ამის საწინააღმდეგო დღე არის 1 მაისი. 1 მაისი არის ის, რაც გვახსენებს, რომ ჩვენ შეიძლება ვცხოვრდეთ უკეთეს საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელშიც ბედნიერები ვიღვიძებთ. აი როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ საზოგადოებას, ამ ცივილიზაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არც ერთ ადამიანს არ ერიდებოდეს, მაგალითად
ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა. დღეს ვერ მივა ვერც ერთი ადამიანი კლინიკაში და ვერ ისარგებლებს ელემენტარულ ანალიზებს არ გაიკეთებს, იმიტომ რომ შეეშინდება ამ ანალიზს, იმიტომ რომ ამ ანალიზს მოყვანს წამლები და წამლებს და უამრავი რაღაცა რომელმაც შეიძლება პრინციპში და ამას დაემატება სესხი და პრინციპში ყველაფერი ჩვენ რაც ყოველდღიურად გვაწუხებს ეს არის სწორედ საპირველ მაისო საკითხი. არა მხოლოდ საპირველ მაისო ყოველდღიური, მაგრამ 1 მაისი ამ საკითხების წამოწევას უწყობს ხელს. ამიტომ ეს 1 მაისი არის პედაგოგისაც, ექიმისაც, მაღაროელისაც, რკინიგზელისაც, კონსულტანტისაც, სტუდენტისაც, პენსიონერისაც, რომელსაც არ ყოფნის ეს პენსია და ეს არის ნებისმიერი ადამიანის, აი თუნდაც იმ წვილის, შეყვარებულების, რომელსაც არც ერთი საშუალება არ აქვს იმისთვის, რომ ყოველ დღეს ლაპარაკიც არ არის, კვირაში ერთხელ მაინც მოახერხონ და რომელიღაცა კულტურულ ღონისძიებას დაესწრონ. აი ყველა ამ ადამიანის დღე არის უკეთესი საზოგადოების შექმნისკენ მიმართული და აუცილებელია რომ ეს გავიაზროთ, რომ პრინციპში ყველაზე საყოველთაო შეკრებებზე ვსაუბრობთ ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ საპირველ მაისო შეკრებაზე. ცივილიზებული მეტნაკლებად სოციალური სამართლიანობის იდეებზე დამყარებული საზოგადოებები თუ ასეთი არსებობს, ან ყოველ შემთხვევაში იბრძვიან მაინც ამისთვის. 1 მაისს განსაკუთრებით გამოყოფენ ხოლმე საკუთარი, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი ბრძოლის დღეებიდან და ჩვენ ხვდებით მეტწილად ევროპის ქვეყნებში საპირველ მაისო გაფიცვებს, საპირველ მაისო მოთხოვნებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს ითხოვენ საქართველოს მოქალაქისთვის, რომ უცნაური შეიძლება იყოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ 1 მაისი ეს დღე დაწესებულია და მოპოვებულია, პრინციპში ამ 1 მაისის მიერ არის მოპოვებული ის ჩვენთვის მიუწვდომელი შვებულებაც, ის ჩვენთვის მიუწვდომელი შესვენების დღეების, ის ზეგანაკვეთური დღეების, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დღემდე არ გვაქვს, ხო ისევე როგორც კანონში ჩვენ არ გვაქვს 8 საათიანი სამუშაო დღე. ამიტომ აი 1 მაისს განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოს თითოეულმა მოქალაქემ და თუნდაც ის რაც იგეგმება მოძრაობა სოციალური დემოკრატიის მიერ ეს 2 საათზე შეკრება სასტუმრო მუზეუმში 1 მაისს. ხო, ეს ამ შეკრებაზეც აუცილებელია რომ მოვიდნენ ადამიანები და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ახლა იმოცემულობაში, ეს ვისი ბრალი ამაზე ამ პოდკასტში ვისაუბრებთ ჩვენ, მაგრამ არ ვიყოთ იმოცემულობაში, რომ 1 მაისს პირდაპირ ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამდეთ იმისთვის, რომ ბანკებმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ბანკები ისე აღარ ძარცვავდნენ, როგორც ახლა აკეთებენ ამას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაინც იმაზე და სწორად გამოვიცნოთ ზუსტად სად არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რომ აშკარაა რომ ქართულ საზოგადოებას ატყუებენ. კიდევ ერთი ახალი სატყუარა არის შემოგდებული ახლა, რომ იმის მაგივრად რომ გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის საზოგადოების შენება, შესაძლებელია მართლაც საქართველოს თუნდაც იმაში იყოს მაგალითი. იმ რაღაცა ფამილარულ კონსერვატორულ ფსევდოიდეოლოგიაში კი არ იყოს სამაგალითო თითქოს, სადაც ოჯახის სიწმინდეზე არის საუბარი და ამას უფრთხილდებიან. არამედ საუბარი იყოს ოჯახის რეალურად დაცვაზე, მაგალითად დეკრეტული შვებულების საკითხზე. აი ამ სატყუარას რომ გავექცეთ ჩვენ ამ სისტემიდან, ამ სიმულაკრადან რომ თავი დავაღწიოთ, ამის შემახსენებელი უნდა იყოს ეს დღე ჩვენთვის და არც ერთი შრომელი და უმუშევარიც და ხშირად დავიწყდებაც რომ შრომელები კიდე არიან ორმაგად, კიდე მაგალითად ქალი შრომელები, რომლებიც რომ დაამთავრებენ ამ სამსახურს, მერე საშინაო შრომა არის და ჩვენი ცხოვრება მუდმივად არის მიბმული რაღაცა ტიპის ჩვენგან გაუცხოებულ შრომასთან, რომელიც ჩვენ მოგვაკერეს და რომელიც არის არა ჩვენი რეალიზების, არამედ ჩვენი ძარცვის იარაღი. და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ დავამსხვრიოთ ეს გალია, რომელშიც გამოგვამწყდია ესე იგი ირაკლი რუხაძეების, მამუკა ხაზარაძეების და აი ამ საზოგადოების წრემ. ეხლა თურმე ირაკლი რუხაძე გვპირდება ჩვენ ოჯახის სიწმინდის დაცვას. მაშინ, როდესაც გაძარცვა ყველა პენსიონერი, ეხლა კი გაუყიდია ის ბანკი, როგორც გავიგე, მაგრამ ეტყობა, ეხლა ვინმე სხვა გააკეთებს ამას. რა მნიშვნელობა აქვს? ხო, არ უნდა მოუტყუდეთ. ჩემი აზრით, კარგი ის იქნებოდა, რა ქვია, მესიჯი, რომ არ უნდა მოუტყუდეთ ამ ფამილარული აჟიოტაჟით, რომელსაც ქართული ოცნება ქმნის, მას კარგად აყვებიან ხოლმე მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები და ის ბიზნეს ელიტები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ძარცვაში არიან ჩართული ბოლო 35 წელია, როგორც ეს გუგამ უკვე ახსენა და ის საერთაშორისო საზოგადოება, რაზეც ვანო საუბრობდა, სწორედაც რომ აი ჩვენს ამ მძიმე საკმაოდ პრობლემურ მსოფლიოში ყველაზე ესეთი მცირე, თუმცა ნათელი წერტილია, ვინც ისეთივე ბრძოლაში შევიდა ჩვენამდე, როგორც ბრძოლაში ჩვენ უნდა შევიდეთ მომავალში. კი და აქვე დავამატებ რა, შენს იმას გავაგრძელებ იქა. აი ეს ბანკების საკითხს, იმიტომ რომ იქაც ძალიან მწვავედ დგას საკითხი, უფრო მეტად აი ამ ფინანსიალიზაციის კუთხით, ხო? და ეხა ახსნი ჩვენთან
ყველამ ვიცით ბანკების უშუალო როლი ხალხის გაღარიბებაში, აი ამ დაურეგულირებელი რაღაცა ასტრონომიული პროცენტებით ფულის ამოწოვის და ამოქაჩვის მოსახლეობისგან. თავისი გამოსახლებები, ძირი გამოსახლებები როგორც კი, რომელიც დღეს ზუგდიდში მაგალითად ვიხილეთ და მაგრამ მეორეს მხრივ ეს შრომას უკავშირდება სწორედ იმით, რომ ამან ესე იგი გარყონა ეს შრომის საკითხი რა და პარაზიტული სისტემა შექმნა, როცა ხალხის მიერ შრომით მოპოვებული ფულით ეს ხალხი აი ამ ფინანსური მექანიზმებით ესე იგი მთლიან პარაზიტული სისტემა შეიქმნა, ხო, ფინანსიალიზაციით, მაგალითად, კომპანიებმა დაიწყეს, ხო, რომელიც კომპანიები, რომლებიც დგანან აი ამ ხალხის მძიმე შრომაზე დაიწყეს საკუთარი აქციების უკან შესყიდვა, იმის გამო რომ გაეზარდათ მაგალითად კაპიტალიზაცია. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ეს გამოიხატება საქართველოს რეალობაში ასევე აი ამ გაანაბრებით, ხო? ანუ აი ამ ხალხის ხარჯზე მოპოვებული ფულით, ეხლა მაგალითად რომ ნახოთ დეპოზიტების მდგომარეობა საქართველოში, აი ეს უდიდრესი კლასი ესე იგი ცხოვრობს, აი ამ ანაბრების წყალობით, ხო? და ეს არის ხალხო შემოსავალი, რომელიც არ იბეგრება. ანუ ანაბრიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში არ იბეგრება. მაშინ, როდესაც დამლაგებლის მიერ აღებული, ხო, სიტყვაზე 500 ლარი იბეგრება. და რა სისტემაზე და რა სამართლებაზე ვლაპარაკობთ, ანუ როცა დიდრები დღეს ცხოვრობენ, აი მილიონი ლარი უდევს, რამდენ დეპუტატს უდევს შეგვიძლია ვნახოთ, მათ შემოსავალი არ იბეგრება. და იგივე კორიდორში მაგალითად ხო და კონტექსტში ხა თელის ოფშორების კანონიც რომ შემოვიტანოთ ხო უახლოესი გამოცდილებასაც პირდაპირ კანონით გეუბნება რომ მე მაქვს უფლება რაღაც დავაღწიო მთელი რეგულაციებს თავი ვიქმნი ამის უფლებას მაგრამ შენ რო პირობითად არ ვიცი ოდნავ რაღაც ბოტასი გამოიწერო აი ძალიან ფეხსაცმელი რომ გამოიწერო ამაზე ანუ რამდენად თვითონ საკანონმდებლო იმაშიც კი მთლიანად არის მორგებული აი ამ ელიტაზე ელიტას ძალიან ისე ჟღერს ხოლმე ზოგჯერ ელიტა ენობრივი თვალსაზრისით დადებითი რაღაც ისე გვაქვს ხოლმე აღქმული გულისხმობთ ელიტას მთელი თავისი უარყოფითი განმარტებით ხო ბოდიში პრივილეგირებული ელიტა ხო ძალიან პატარა საკითხს დავამატებ და თვითონ მე კულტურულ ნაწილში როგორ ითარგმნება და მენტალურ ნაწილში ხო აი ეს გაპარაზიტებული ეკონომიკა. ანუ თუ მაგალითად ჩვენ ვლაპარაკობთ ტრადიციულ შრომაზე, მაშინ რა გამოდიოდა რომ ღირსება იყო ის შენ რამდენ შოულობდი ხო შენი პატიოსანი ფული და რაღაც. და აი ამ გაპარაზიტებამ შეცვალა ის რომ ეხლა სტატუსი ის კი აღარ არის შენ რამდენ შოულობ. არამედ რამდენ ხარჯავ. ზუსტად. ანუ მთლიანად შეატრიალა მთელი ეს რომელიც შრომაზე აღარ არის დაფუძნებული, იმიტომ რომ შენ შეგიძლია უშრომელად აი ამ სპეკულაციური გზებით იმდენი გქონდეს რომ მთლიანად ხარჯვაზე იყო და მაგიტომ მე ეს ყველაფერი მიყავართ კონსუმერიზმამდე, სიხარბემდე, სულ რაღაცა გარყვნილ წარმოადგენამდე კულტურულ რეალობაში, მაგალითად ხო ვინ რამდენს ხარჯავს და აი რაში დახარჯა და რა სიგიჟეში გადაიხადა ფული, ხო, იმიტომ რომ ხარჯვა გახდა მთავარი და არა შრომით მოპოვებული შემოსავალი. და ერთ გიგამ რაც ისაუბრა რაღაცნაირად ალბათ შეიძლება ერთ წინადადებაში შეჯამდეს როგორც რა არის 1 მაისი, 1 მაისი არის დღე იმ ხალხის ვინც ქმნის სინამდვილეში ეკონომიკას, ხო? ანუ რაღაცნაირად შეგვიძლია ასე შევაჯამოთ და ამ წინადადებას რო გავყვეთ, გამოდის რომ ფაქტობრივად აი ეს ხალხი ქმნის ეკონომიკას, დოვლაც ქმნის ხალხი და რაც შენ თქვი, ანუ ხალხი აწარმოებს აი ამ დოვლაც, მაგრამ ეს დოვლათი არა თუ არ რჩება ამ ხალხთან, არამედ არც კი მიდის, ანუ ახლოსაც კი არ გაივლის სწორედ ამ ხალხთან, ხო და ამიტომ ეს 1 მაისიც ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ეგ განმარტება ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მე დღეს დღევანდელ მოცემულობაში მაგის აი ესე მოთარგმნა რომ 1 მაისი თავისთავად არის როგორც მაღაროელის 1 მაისი, ისევე არის რაღაც მეშახტის, ქარხანაში დასაქმებულის, კონსულტანტის თუ ასე შემდეგ, მაგრამ 1 მაისი მთელი თავისი შინაარსით იმიტომ არის გამაერთიანებელი, რომ ის არის იმ ხალხის დღე, რომელიც ეკონომიკას აწარმოებს ქვეყანაში. თავისი შრომობს და აი შრომაზე რომ ვისაუბროთ, ხო კი ეს რაღაც უფრო ზედაპირულად ვთქვით, ხო? აი კითხვას უბრალოდ იმას ვიზამ, ხო? კარგი. არა, უბრალოდ ის მინდოდა სანამ კითხვას დასვამ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება უცებად. აი ეს ჩვენი ღონისძიება, კიდევ ერთხელ რომ კარგად თქვა და მე ბოლოშიც რო ვიტყვით, გიგამ უკვე დაანონსა, მაგრამ აი მაყურებელს რო კიდევ შევახსენოთ, 1 მაისს 2 საათზე, 14 საათზე ორბელიანის ქუჩაზე. სარეკლამო, რომელიც მე რომ ჩავშალო დრუგა. უნდა სასტუმრო. ნელა მივდივარ სასტუმრო სახელი გამოსცემთ მუზეუმი. და უცებ
ხო. ეს უნდა ჩავშალოთ დეტალებში უფრო. კი, არა, თქვენ ჩაშლით შესანიშნავად, ხო, მაგრამ ეს მე დამავალეს, რომ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, ამიტომ ეხლა უნდა თქვა. შენ უნდა ჩაშალო. სიამოვნებაში. ხო, მოკლედ 1 მაისზე გიგამ და მე თათიამაც შესანიშნავად ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე და ჩვენ შემთხვევით ცხადი არ აგვირჩევია, რომ ამ დღეს წარვდგებით ჩვენი რაღაცა მონახაზით, პირველადი პროგრამული მონახაზით, რომელზეც ჩვენი მოძრაობა უკვე შექმნის დღიდან მიდის მუშაობა პროგრამაზე, პლატფორმაზე და შესაბამისი პროგრამული მიმართულებები დარგობრივად მუშაობენ და ჩვენ ამ შემთხვევაში აი 1 მაისს კონკრეტულად 3 მიმართულებას წარვადგენთ, ეს იქნება ეკონომიკა, ანუ რაც ამ შემთხვევაში ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი გონია, განსაკუთრებით 1 მაისის კონტექსტში, ეკონომიკას, შრომას და სოციალურ საკითხებს და ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, პირველადი მონახაზი და მიუხედავად იმისა, რომ პირველადაც ვამბობთ, მაგრამ საკმაოდ დიდი შრომა ამაში ჩადებული თავად ჩვენი მოძრაობის წევრებისგან, ეს არ არის რაღაც დასრულებული და უკვე მოსახლეობას ამით არ ვთავაზობთ, რომ ჩვენ უკვე რაღაცა ყველაფერი აქვს თქვით. პირიქით, ეს არის სწორედ ჩვენგან მცდელობა, რომ მოსახლეობასთან ერთად და ამ ხრივ მართლა ამბიციურად შეგვიძლია განვაცვალოთ, რომ ეს არ არის ხშირი შემთხვევა და ქართული პოლიტიკისთვის რაღაცა ბუნებრივი რაღაც. ჩვენ პირიქით თავაზობთ ასპარეზს და აი ესე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ შემდგომში სხვა იურიდიული ფორმით, როგორც ჩვენ ჩამოყალიბდებით პოლიტიკური პარტიის სახით, როცა ამის ასე ვთქვათ, დრო დადგება, სწორედ ეს ამას ვთავაზობთ ჩვენ მოსახლეობას, რომ მათთან ერთად ვქნით, ამიტომ მათ ვიწვევთ და ჩვენ ისედაც ყავს დამოუკიდებელი პროფკავშირები, ჩვენი თანამებრძოლი მოწვეული ასევე ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მშრომელს, მასწავლებელს, ექიმს, არ ვიცი, მაღაროელს და ასე შემდეგ, ხო? დასუფთავების მუშაკს თუ ასე შემდეგ. ნებისმიერ ადამიანს უმუშევარს, აი რა ჩვენ ჩამოვთვალეთ სხვადასხვა პროფესიები და 1 მაისი ასევე არის უმუშევარი ადამიანების დღეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრია და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ხო? მათ შორის სახელმწიფო პროპაგანდის მიერ, მათ შორის სოციალური დახმარების, ასე ვთქვათ, ბერკეტით და ასე შემდეგ, ხო? ასევე იმ ადამიანების დღეს, რომელთაც შრომა არასოდეს არ დაეწყო. უხილავი შრომა, ხო? შინ შრომა, ზუნვის შრომა თუ ემოციური შრომა. მათ შორის აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ცალკე სპეციფიკური სახე აქვს, შეიძლება ქალთა შრომას დამატებით ასპექტი აქვს ამას. ხო, მოკლედ ამ დღეს ჩვენ ვიწვევთ ჩვენ მოსახლეობას, ნებისმიერ ადამიანს, შრომელ ადამიანს, ვინც როგორც შენ თქვით, ქმნის ეკონომიკას და მათ თავაზობთ ასპარეზს, რომ აი ამ ჩვენ პროგრამულ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებზე გვითხოვან რეკომენდაციები, გვირჩიონ და მათთან ერთად მოვახდინოთ ამის სრულყოფა, რომ ეს ჩვენი პროგრამა და პლატფორმა გახდეს მართლა საფუძველი რაღაცა საომავლოდ, როცა ასე ვთქვათ, ამის შესაძლებლობა და ასე ვთქვათ, გარემო იქნება, რომ ეს გახდეს რაღაცა აი სოციალური სამართლიანობის ისეთი კეთილდღეობის შექმნისა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა იმსახურებს. მადლობა გოგა. იცი როგორ გეკადრება? როგორ კიდე სამჯერ შეგიძლია ეს ჭრა დაგეგმილი გვაქვს წინასწარ 3 სარეკლამო ჭრა უნდა იყოს, 1 უკვე შესრულდა, კიდე 2 გრაფა არის მოსახაზი, მაგრამ ისე რეალურად რაც თქვი, ეგ ძალიან ისე კი გამოდის ხოლმე, რომ აი მოძრაობა როგორ კარგად აკეთებს რაღაც არა, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობთ, რომ ყველაფერს საუკეთესოდ ვაკეთებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკა თვითონ ის რომ ერთის მხრივ ასე გულდასმით მუშაობდა საპროგრამო პრიორიტეტებზე და ზუსტად კონდეს იმის განცდა, რომ ეს პირველი შექმნის მომენტიდან აუცილებელია ამაზე კონდეს პასუხი და მეორე მხრივ ერთად ვიშრომოთ, ანუ ხალხთან ერთად დაიწეროს და ხალხთან ერთად შემუშავდეს ის საკითხები, ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელსაც მათ შორის 1 მაისი მოიცავს და ამიტომაც არის ეს ღონისძიება ამ პრინციპით დაგეგმილი, რომ როდესაც საუბრობთ ჩვენ და ჩვენ არ არის მხოლოდ როგორც მოძრაობა, საზოგადოება მათ შორის როცა ამბობს, რომ ის ახალ პოლიტიკურ ძალებს ითხოვს და ახალი პოლიტიკური პარტიები თუ მოძრაობები თუ გაერთიანებები არის საჭირო, სიახლეში მხოლოდ ახლად აღმოცენებულობა არ არის, ხო საკმარის ეს სიახლე რაღაც პრინციპულ და სტრუქტურულ სიახლესაც უნდა გულისხმობდეს და ეს ყოველივე ნაბიჯი არის ხოლმე ერთგვარი მას შორის ტესტი, ხო? ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ გამოვარკვიოთ ამ სიახლეში, რაც ვართ, როგორც იმ კუთხით, რომ შევიქმნით 1 წლის წინ, მაგრამ ამავდროულად სტრუქტურულადაც აი ეს სიახლეები ერთად მუშაობის, დემოკრატიული პროცესების თუ რაღაცა საერთო სივრცეების შექმნით, როგორ მუშაობს და როგორ შეგვიძლია ასე უფრო წინ წავიდეთ. მაგრამ მე რა კითხვაც მინდოდა იმ მომენტში დამესვა და მაქვს ხოლმე ხშირად მე თვითონ დანაკლისი არის ის, რომ ხშირად როცა პოდკასტები იქნება ეს გადაცემები თუ ასე შემდეგ, როცა უფრო მემარცხენეები შევეკრიბებით, რაღაცებზე ისევ საუბრობთ ხოლმე, რომ აი ვიცით ისაც რას გულისხმობთ რა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაღაც თემები რჩება ხოლმე განმარტების გარეშე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს საბაზისო იყოს და ერთი შეხედვით განმარტებას არ საჭიროებდეს. აი მაგალითად ღირსეული შრომა
არის ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი საკითხი, ხო? ღირსეულ შრომას როცა ვამბობთ, სხვადასხვა რაღაცეები შეიძლება. აი ეს რთულად წარმოსადგენია, მაგრამ საზოგადოების სხვადასხვა წევრს და მათ შორის სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებს სხვადასხვა რაღაცა წარმოედგინეს ღირსეულ შრომად. ამაზე ხარ გვესაუბრა თქო, ამას გთავაზობთ მე. რას ვამბობთ, რაზე ვლაპარაკობთ დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც 2026 წლის საქართველოს კონტექსტში ღირსეულ შრომაზე. რა არის ეს ღირსეული შრომა? იცით რა არის? ესე იგი, ძალიან ერთი არის, რომ გავიგოთ ღირსეული შრომის საკითხი ლეგალისტური თვალსაზრისით, მაგრამ მეორეა გავიგოთ უფრო ფართოდ სიღრმისეულად პოლიტიკური, თუნდაც დავარქვათ ამას რაღაცა ფილოსოფიური თვალსაზრისით, რას ნიშნავს ადამიანს, როდის უჩნდება ადამიანს განცდა, რომ ის თან შრომობს და თან მისი ღირსება არ ილახება. ესე სიტყვით რომ გავიგოთ, ესე გამოდის, რომ თან შრომობს და ესე იგი მისი შრომაში მის ღირსებას არ ურტყავს რა, ანუ ეგრე გამოდის და ერთი არის ეს სტანდარტული სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხი, რომ სამართლიანობის აი ეს ზოგადი პრინციპები იყოს დაცული და მეორე არის ეკონომიკური სამართლიანობის საკითხი. ანუ ღირსეულ შრომაზე თუ გვინდა ვისაუბროთ რა, პრინციპში უნდა დავიწყოთ სკოლის ასაკი, სკოლის მოსწავლეს და როცა იწყებს პროფესიაზე ფიქრს, იქ უკვე შემოდის ღირსეული შრომის საკითხი, როდესაც არჩევანს აკეთებს და ამ არჩევანში ჩართული არის მისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. აი ამ დროს უკვე ჩვენ თუ ვინმე იძულებულია აკეთოს ის, რაც მას მთელი მისი გულით და სულით არ უნდა, აქ უკვე მის ღირსების საკითხთან მივდივართ რა. ანუ ესე იგი, ბავშვს უნდა რომ მაგალითად მთელი ცხოვრება შეიძლება უნდოდეს რომ იყოს ექიმი, მაგალითისთვის ვამბობ, მე არ ვარ დიდად ჩახედული სამედიცინო პროფესიაში, მაგრამ ვიცი რომ დიდხანს უწევს სწავლა და მე კიდე 1000 საშინელების გადატანა. კონტექსტში ამავდროულად ფაქტობრივად გასამსჯელოს garaშე უწევს. კი, ფაქტობრივად გასამსჯელოს garaშე, მე ისიც ვიცით რომ იქ მინიმალური ხელფასი კი განისაზღვრა, მაგრამ ნუ საათში 5 ლარი პირზე მინიმალური ხელფასმა კარგად დაგვანახა რაც ხდება, რომ აქ არის 3 ლარზე და 4 ლარზე არის საუბარი. მაგალითად ექთნის შემთხვევაში შეიძლება ექიმის შემთხვევაში იყოს 8 ლარი, 9 ლარი მეტი, მაგრამ ნუ მძიმე სამუშაო პირობებში. ამ დროს ბავშვი იქნება ეს თუ ოჯახი ამოდის იმ წერტილიდან რომ ამას შეიძლება დაჭიდეს 8-9 წელი და ძალიან მძიმე მოცემულობა და ამის შესაძლებლობა არ აქვს ყველა მაგალითად ოჯახს. ამის გამო ეს ბავშვი არჩევანს იცვლის, შეიძლება საერთოდაც არ გაყვეს ამ შემთხვევაში განათლების მიღების კვალიფიცირებული მშრომელის მიმართულებას და მოუწიოს რომ მაგალითად დაიწყოს მუშაობა თუნდაც ისეთ კომპანიებში როგორიც არის Evolution Gaming-ი, როგორიც არიან ეს სუპერმარკეტები, თუნდაც რაღაცა ეს პრეკარიატული შრომის სფერო, სადაც უბრალოდ უნდა ჩაებას ფერხულში, რომელიც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ეს ვერ იქნება ღირსეული შრომა, მიუხედავად იმისა, იმ კონკრეტულ კომპანიაში, მაგალითად არ ვიცი რაღაცა უცხოური კომპანიების მეიჯერელი თუ რაღაც იქნება, რომელსაც ასევე 1000 პრობლემა აქვს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადღაც ჩაებას ვითომ კონდეს რაღაცა მცირედი ლეგალური ჩარჩო იმისთვის, რომ ზეგანაკოთურად თუ იშრომებ, 1.1%-ით გაზრდილი ტარიფით აგინაზღაურებთ, ბრეიკი გექნება და რაღაცა კიდე ესეთივე ტერმინით რამე გექნება, მაგრამ ეს ვერ იქნება ღირსეული შრომის განმარტება. ანუ ერთია რომ ჩვენ გვაკლია ლეგალური შესაძლებლობები, რომ საკუთარი უფლებები დავიცვათ, მაგალითად, კონდეს ისაც კანონში გვიწერია, ხო, 20-დანი ანაზღაურება და შეუძლება რო გვიწერია, ამას მართლა ვიყენებდეთ. გვჭირდება ის, რომ კანონში რომ გვიწერია, რომ ზეგანაკოთური შრომა გაზრდილი ტარიფით უნდა ნაზღაურდებოდეს, გაზრდილი ტარიფით კი არა, ზოგადად ნაზღაურდებოდეს. გვჭირდება ის, რომ თქვათ კანონში რომ გვიწერია შესვენება ყოველდღიური, თქვათ სამუშაო დროზე 1 საათი ყოველ 8 საათში, ეს ამას უნდა ვიყენებდეთ და 1000 სხვა რამეს უნდა ვიყენებდეთ, ხო? აი ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი რაც გვჭირდება. მაგალითად, გაფიცვის უფლების გამტკიცება გვჭირდება, იმისაც რომ ღირსეული შრომა არსებობდეს. კანონში რო გვიწერია, რომ შრომელი უნდა მონაწილეობდეს საწარმოს მართვის პროცესში, რაც დავარქვათ ამას მაგალითად სკანდინავიური პრაქტიკაა, გერმანული პრაქტიკაა, სადაც ძალიან ხშირია, როდესაც შრომელი მონაწილეობს საწარმოს მართვის პროცესში. ეს უნდა ხორციელდებოდეს, ანუ სადაც შენ მუშაობ, იქ სიტყვა უნდა გეთქმოდეს, ანუ დემოკრატიული პრინციპების აღქმა იწყება შენი საწარმოდან. არ შეიძლება გარეთ რაღაც აყვავებულ დემოკრატიაში ცხოვრდეს, შედიოდეს საწარმოში და იქ ხმის ამოღების უფლება არ ქონდეს, ხო? არალოგიკურია. სინამდვილეში ეს ორი ერთმანეთს შეადგენს. ამაზე შემდეგაც ვისაუბრებთ, მაგრამ ესეც ნიშნავს ღირსეულ შრომას, რომ მე სადაც ვარ, იქ ვარ სრული მოქალაქე. მოქალაქე თავისი არსით, გაგებით და კიდევ უფრო შორსო წავიდე და ისევ რომ ცოტა უფრო სიღრმისეულად წავიდე ადამიანი. ანუ მე ვინ არჩუნებ ადამიანობას, ვიღვიძებ დილით ბედნიერი, მივდივარ სამსახურში ბედნიერი, რამდენადაც იქ თავს გვძნობ რეალიზებულად და ის მე მაინტერესებს და რაც თავარია ასევე, როდესაც ჩემი შრომა სრულდება, აქ არსებობს რაღაცა ტიპის
დროითი შეზღუდულობა ამ შრომაში. მე შემიძლია რა ვაკეთო რაიმე სხვა. აი აქ კიდე შესაძლებლობა განათლების კულტურის ასე შემდეგ. მაგაზე ძალიან პატარა რეპლიკას დავამატებ თუ შეიძლება. ზუსტად აი ეგ მონაკვეთი რომ ხალხმა, შრომელმა ადამიანებმა დაიბრუნონ საკუთარი თავისთვის დრო არის აღქმული რაოდენობის თამოცანა იყოს დეპოლარიზაციის წყაროდ. იმიტომ რომ აი ეს პოლარიზაცია ნაკვები არის აი ამ გადარბენული შრომითი ცხოვრებით. ერთის მხრივ აი ეს პრეკარიული შრომით, მეორეს დაჩქარებული დროით და მე ეს ალგორითმებით ნაკვები 30 წამიანი მესიჯებით და ასე შემდეგ. ხალხს აღარ აქვს დრო თვითრეფლექსიისთვის, აზროვნებისთვის, საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და შემდეგ. და ანუ აქედან გამომდინარე დეპოლარიზაცია ვერ მოხდება თუ იქ არ არის პროგრესული ძალები ამას ხელს არ უწყობენ, ხო? თუ მაგალითად აი ამ რაღაცა მემარჯვენე აი ამ კომერციალიზებულ სიგიჟეებში ეგეთ ქვეყნებში ჩვენ არის ქვეყნებში მაგალითად პოლარიზაცია რაც არის თავისი მართლა პოლიტიკური, სოციალური და ამ გაგებით, ხო ამის შესუსტება ვერ მოხდება. თუ მაგალითად იგივე მართლაც მემარცხენე იდეებმა არ გაიმარჯვა და წინ არ წამოვიდა ამ ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა დაიბრუნონ საკუთარი დრო საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და ფიქრისთვის, რაც თავარია და რეფლექსიისთვის. მაგრამ ამავდროულად გვაქვს ფრთიანი ფრაზა, ხო, დროფულია, ესეც პრინციპი, რომლითაც ფაქტობრივად სულდგმულებთ, ხო, რომ დროფულია, მთლიანად. დროფულია და თუ გინდა გექნება. და თუ გინდა გექნება. ვისაც უნდა აქვს. საკმარისად არ ინდომებ. საკმარისად არ ინდომებ და ამას ეს ინდივიდზე დაყვანა პასუხისმგებლობის იმ სიღარიბესთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს. გიგამდა ვანომ რაღაცა ესე აი ფილოსოფიურად ოღონდ ეს ძალიან ღირებული და რაღაცა არსი ღირსეული შრომისაც ძალიან კარგად შემოიტანეს და აღწერეს და მე რამდენიმე უბრალოდ სტატისტიკურ მონაცემს ვახსენებ რომელიც შეიძლება მაყურებლისთვისაც არ არის უცხო მაგრამ არის ამაზე დაფიქრება და ხაზგასმა ხო ძალიან კარგად გვაპასუხინებს თუნდაც იმ კითხვაზე რა არის ღირსეული შრომა ან ღირსეული ანაზღაურება ხო ის რო თუნდაც აი ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა წლებში ცდილობდნენ მინიმალური ანაზღაურების საკითხი სამართლებრივად შემოეტანათ არ არსებობს ხო ნუ ირონიულად ხერს მე ჩემ მოსწავლეებს ხო ხშირად ვეუბნები ხოლმე ამ ვამოწმებ და მე მათი გაოცებით ასე ვთქვათ ნუ ჭალებში ცოტა მეცინება ხოლმე რომ ვიკითხები აი თუ იცით საქართველოს კანონმდებლობით რამდენია მინიმალური ხელფასი იმიტომ შემდგომში მართლა არის შრომის კოდექსში ხო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შემორჩენილი 20 ლარია ხო და ზოგჯერ გონიათ რომ ეს საათშია და მე ამ პაუზას ვიჭერ და ხო მე ვეუბნები რომ ეს თვეშია და რა თქმა უნდა ახლა მოსწავლეებს შოკი ემართება და ნუ ახლა რეალურად ცხადია ხო 20 ლარი არ არის ნუ საბედნიეროდ, თუმცა რაც არის ხო რეალურად ანუ მინიმალური ანაზღაურება ჩვენ არ აგვაქვს, ხო ესე იგი, მაგრამ რაც გვაქვს, რა რიცხვებიც გვაქვს, ხო? ხშირად აი ისევ წეგან ეკონომიკურს დაზევლაპარაკობდი და აი ამ ნომინალურ მაჩვენებლებზე, ხო, ამით რაღაცა ბოლო წლების სტატისტიკას რო შევხედოთ და ხშირად რასაც აი სტატისტიკის სამსახური და შემდეგ უკვე რაღაცა რეჟიმის თუ ასე ვთქვათ, შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკოსები ასე ვთქვათ, ხშირად აპელირებენ, ეს არის საშუალო ხელფასის ზრდა. და დღეს ახლა ნომინალური საშუალო ხელფასის მაჩვენებელი არის 2400 ლარი. ახლა რამდენად 2400 ლარი არის ასე ვთქვათ კიდე ასე ვთქვათ ღირსეული ცხოვრების საკმარისი ეს კიდე ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა ეს 2400 ლარი სინამდვილეში ილუზია, ხო? ახლა საშუალო ხელფასი, რა თქმა უნდა, ვერ ხო, მაგრამ თუნდაც რაც არ უნდა ყველაზე ეფექტურად რო იყოს დათვლილი, ხო, აქაც პრობლემური, იმიტომ რომ ეს საშუალო ხელფასი ცხადია, ვერ გადმოსცემს და ვერ აღწერს, არ არის ის რიცხვი მოსახლეობის უმეტესობა რასთან არის ახლოს, ხო? 100000 ლარი ხელფასის და 1000 ლარის საშუალო 50000 ლარია, ხო, ცხადია და არის მედიანური ხელფასის მაჩვენებელი, ხო, რომელსაც აი დიდი ხნის მანძილზე სტატისტიკის სამსახური საერთოდ არ ითვლი და თუ ვერ ითვლი და რამდენიმე წლის წინ მათ ეს დაიწყეს და გვაქვს ჩვენ ეს მონაცემიც, თუმცა რაღაც სხვადასხვა კვლევები მანამდეც იყო, რაც არის აი ბოლო არის 2024 წლის მაგის მერე არ გამოქვეყნებულა და მანდ არის 1330 ლარი, ხო? ანუ მედიანური ხელფასი, ხო, ეს რას ნიშნავს, ხო, მაყურებლისთვის რო ვთქვათ, ესე იგი მოსახლეობის ხელფასის მიმღები, შემოსავლის მიმღები, მოსახლეობის 50%-ს აქვს უფრო ნაკლები ვიდრე 1300 ლარი. ანუ აი ეს რიცხვი უფრო რეალურ სურათს გვაძლევს, რა, სად არის სიამოვნებაში რასთან ახლოს, ხო? ეხლა 1300 ლარიც, ხო? ესე იგი ეს არის დარიცხული ხელფასით, ანუ საშემოსავლო გადასახადით ჩათვლით, რომელიც 20%-ია საქართველოში ყველა ადამიანისთვის და ანუ ამაზე ეხლა წლების წინაც ჩვენ საუბრობდით ძალიან ბევრი ჩვენგანი, ვინც ამ მოძრაობაშია, რომ აი შეუძლებელია, რომ აი თანამედროვე სახელმწიფოში
რაღაცა რომელიც რაღაც პრეტენზიას აცხადებს სოციალურ კეთილდღეობაზე და ჩვენ კონსტიტუციაში წერია რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი ისევ რაღაცა პროპორციული სახით არსებობს ხო იმიტომ რომ არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ არის ხო სხვადასხვა ერთადერთი ასე ვთქვათ აი თუ ჩვენ სამეზობლოშიც კი ჩვენი ასე ვთქვათ ოკუპანტის სახელმწიფო რუსეთში არის პროპორციული საშემოსავლო გადასახადი ხო ანუ ეს რას ნიშნავს რომ 500 ლარის მქონე შემოსავლის მქონე იხდის 20%-ს და 100,000 ლარის ან 50,000 ლარის ხელფასის მქონეც იხდის 20%-ს ხო მაშინ როცა იმ 500 ლარის შემთხვევაში თუ კი გვექნებოდა პროგრესული საგადასახადო სისტემა და პირობითად ის საერთოდ დაიბეგრებოდა ანუ მაქსიმუმ 10% დაიბეგრებოდა მისთვის ის 50 ლარი რომელიც დარჩებოდა ჯიბეზე იქნებოდა უდიდესი შეღავათი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არათუ დასაქმებულები ხო აი პენსიის შემთხვევაშიც რომელიც არის სამარცხვინო მართლა პირდაპირ უნდა ვთქვათ რაც არის ჩვენს ქვეყანაში პენსიის მაჩვენებელი არის უდიდესი ოჯახებისთვის ძალიან დიდი რაოდენობისთვის სიღარიბიდან თავის დაღწევის საშუალება ხო მაგრამ პროგრესულ გადასახადზე საერთოდ დიდი ხნის მანძილზე რაღაცა საუბარი საერთოდ ერეტიკოსობად ითვლებოდა და რაღაც დევიაციად ხო მაგრამ ნუ აი ჩვენი მოძრაობა სწორედ ერთ-ერთი რაღაცა ძალიან კონკრეტულ რაღაცას თუ ლაპარაკობთ საგადასახადო პოლიტიკაში დიდრებმა ეს არის სამართლიანი ერთი მხრივ და ასევე ეკონომიკურად სასარგებლო ხო ანუ ეხლა ამაზე სხვა დროს ალბათ გვექნება საშუალება ამ რიცხვებს მინდა მაინც დაუბრუნდეთ ხო ესე იგი კიდევ ერთი აი სამუშაო ძალა და უმუშევრობის სტატისტიკა ესე ძალიან მნიშვნელოვანია ხო აი ჩვენთან დღეს ოფიციალური სტატისტიკით მუშევრობის მაჩვენებელი არის 13.4%. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თქვათ რომ შევადაროთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, იქ არის 7-8%. უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თქვათ ნორვეგიაში შეიძლება 5%-ზე ნაკლებიც, ხო? თავი დავანებათ იმას, იქ უმუშევრობის დაზღვევა ან სახელმწიფო ზრუნვის და სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა რა დონეზეა, ხო? ანუ იქ უმუშევრობაც არ არის ტრაგედია და პირიქით სახელმწიფო იქ ზრუნავს შენს გადამზადებაზე და ნუ მოკლედ მშვიდად ცხოვრებას უმუშევრობის დროსაც შეძლებ, ხო? ჩვენთან უმუშევრობა არის უდიდეს სტრესთან დაკავშირებული და ვანო წეღანს აუბრალდა, თქვათ, გადარბენაზე და გადატვირთულ რეჟიმში ყოფნაზე, თქვათ, მშრომელების და ვინც სადღაც დასაქმებულია, მაგრამ უმუშევრობისთვის ეს ორმაგად სტრესია, იმიტომ რომ უმუშევარ ადამიანს მუდმივად უჭირდება რაღაც ყოველდღიური, აი მართლა საკვებისთვის მოპოვება, ხო, იქ ნათესავს რაღაცა უნდა თხოვოს, ვიღაცა ემიგრანტისგან გამოგზავნოს უნდა დაელოდოს, ვალი უნდა აიღოს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ შეიძლება უმუშევარ ადამიანს ყოველდღიური სამსახური არ ქონდეს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის თავისუფალი, რომ აი ფიქრისთვის, ოჯახისთვის დრო დარჩეს, ხო? და უმუშევრობაც, ხო, მიუხედავად იმისა, რომ 3.4% და ბოლო წლებში თითქოს მცირდება, ხო? საკმაოდ მაღალია, მაგრამ რის ხარჯზე მცირდება, ხო? აი ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. იმის ხარჯზე არ მცირდება, რომ უფრო მეტი ადამიანი საქმდება. ახლა პანდემიის შემდეგ ობიექტურადაც ბევრი შედარებით რაოდენობად გაიზარდა დასაქმებულების, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ყველა ეკონომიკური აქტივობა გაჩერებული იყო და აქ რამე სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურება ეს არ იყო ცხადია, მაგრამ ბოლო წლებში თუ კი ბოლო 2-3 წელში თუ კი უმუშევრობა მცირდება, ერთადერთი ეს პროცენტი ოღონდ. ეს იმის ხარჯზე, რომ სამუშაო ძალა მცირდება. ესე იგი, რას ნიშნავს? ანუ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ იმუშაონ, თორე რაოდენობა დასაქმებულების არ გაზრდილა. სამუშაო ძალა რის ხარჯზე შემცირდა? ხო, პირველ რიგში იმის ხარჯზე, რომ ემიგრაციაში მიდის ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდები, ანუ ის, ვინც უნდა შექმნას დოვლათი, აი ეს ხალხი მიდის ემიგრაციაში. შეიძლება ემიგრაციის ოჯახებით მიდიან უკვე. დიახ, კი. მოსწავლეების, აი მე როგორც მასწავლებელი ახლა ხშირად ისედაც მაქვს აი პირადი გამოცდილებითაც და ამის რაღაც სხვადასხვა კვლევებიც არსებობს, რომ ძალიან ბევრია უკვე მაღალკლასელებისაც, დაბალკლასელებისაც ოჯახებით წასვლა, ანუ სკოლის მიტოვება ემიგრაციის გამო. და ითათიეს ხო, აიქვე ერთ და საკითხს დავაზუსტებ. როცა საუბრობთ კიდევ კარგი მთხოვა ვანო, თორე როდესაც საუბრობთ ასევე აი ამ სტატისტიკაზე, რა მეთოდოლოგიით არის დათვლილი? ანუ მიწის ნაკვეთის რაღაც ნაგლეჯი თუ გიგდია შენ სახელზე თუ არ რეგისტრირებული, ითვლება ავტომატურად დასაქმებულად, ხო? მერე ჩავიხედოთ დასაქმებულები და რამდენია მოდიფიკაცია ბოლო წლებში მოხდა, მაგრამ მაინც პრობლემულია. ხო, მაგრამ მოდი შევხედოთ ასევე მერე რას, მაგალითად იგივე რამდენი ადამიანია თვითდასაქმებული. მერე თვითდასაქმებული რა სფეროებშია და მერე პროცენტულად რომ ის სფეროები, რომლებშიც ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული ეკონომიკის რა პროცენტს ქმნის. რომ ნახავთ, რომ მაინც ოფიციალურობაში არიან და რომლებიც ქმნის, რა ვიცი, 10%-ამდეც არ იყო, მე მგონი ბოლოს. მაღალი მაჩვენებელი ზოგადად დასაქმებულს სულ არ მეტყველებს რაღაცა ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის, ასე ვთქვათ, სასურველ მდგომარეობაში ყოფნას, იმიტომ რომ თვითდასაქმებულების წილი რაღაც რაოდენობაზე მეტი როცა ეს ნიშნავს, რომ ისინი დაბალანოზღაურებად შრომაში, ნუ ანუ მათი თვითდასაქმებას რაღაც ლიმიტები აქვს. ვერ იქნება ეს რაღაცა მათი კეთილდღეობის განმაპირობებელი. და ის თვითდასაქმებულები იმიტომ არიან, რომ სხვა გზა არ დარჩათ, ხო? ანუ ადამიანს უწევს რაღაცა მერე თავისი შემოქმედებითად გადაირჩინოს თავი. გიგამახსენა ერთი მოვინიშნე, რომ ეს არ გამოგრჩეს, თქო, გაფიცვის უფლება.
როგორც ეს ღირსეული შრომის ფუნდამენტური უფლება, ხო და გამახსენდა ახლა თუნდაც ერთი წლის წინანდელი ეს რაღაცა გაფიცვის მცდელობები საქართველოს კონტექსტში და ამ კუთხიდანაც რო შევხედოთ თვითონ სოციალურ საკითხებს შრომის უფლებას, თუნდაც გაფიცვის უფლებას, როგორ ვუყურებთ საქართველოს კონტექსტში, რას სახელდებას ვუკეთებთ და როგორ ვაანალიზებთ მათ შორის იმ პოლიტიკურ კონტექსტთან მიმართებით, რომელიც დღეს გვაქვს. ჩემთვის ვფიქრობდი რამდენიმე დღის წინ ერთი არაჩვეულებრივი დოკუმენტური ქართული ფილმი არის, რომელშიც ერთი ესეთი ეპიზოდია ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ საკვები მოიპოვოს, რეკავს, შემწეობის მისაღებად უნდა რომ რიგში ჩადგეს და კონდეს საკვებზე წვდომა და ტელეფონის ზარი არის ჩაწერილი, სადაც პასუხობს იქ დასაქმებული ადამიანი, რომ მოცდის რიგია ძალიან დიდი და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას. ანუ უკანასკნელი საკვები ლუკმის მოწოდებას ვერ მოვახერხებთ, იმიტომ რომ არ არის რა ადგილი, ფიზიკურად არ არის ადგილი, რა უნდა ვქნათ სხვა. აი ამ ნაწილზე რომ ვფიქრობდი ამ ფილმის ნახვის მერე, დავფიქრდი ჩემთვის ხო, რომ რანაირად შეიძლება სხვა საკითხებზე ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში, როგორ შეიძლება სხვა თემები იყოს წამყვანი მაშინ, როდესაც ცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც არ შეუძლია ადამიანს, ერთეულ ადამიანს, რომელსაც უკანასკნელი ლუკმა არ გააჩნია, მასზე უზრუნველყოს ეს უკანასკნელი ლუკმა და უთხრას, რომ მოიცადე რამდენიმე თვე, გამოჩნდება ადგილი და მერე ჩაგვსვამთ აი ამ სიაში. და ამის მიუხედავად წლების განმავლობაში ეს სოციალური საკითხები იყო რაღაც მეორადი მნიშვნელობის საკითხები და მხოლოდ აი გაფიცვას რატო გადავები, მხოლოდ მაშინ შემოვიდა უფრო მეინსტრიმულ თუ საჯარო პოლიტიკურ სასაუბრო თემად, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით, რომ მაშინ, როცა ავტორიტარული რეჟიმი დაგვაშენეს თავზე, თუ კი ვერ ახერხებდნენ დასაქმებულები გაფიცვას, ძალიან დიდ პოტენციალს კარგავდა ქვეყანა უკმაყოფილების მობილიზების. ეს იყო ერთგვარი პირველ მომენტს დავარქმევ ფაქტობრივად, როცა შეიძლება ეს არ არის პირველი მომენტი სინამდვილეში, მაგრამ პირველი მომენტი, როცა ფართო საზოგადოება ალაპარაკდა აი იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც არის ხა გაფიცვის უფლებიდან დაწყებული, მათ შორის მაღალი ფასები, ხო? და რაღაც ეს მაღალი ფასებიც თუნდაც რო შევხედოთ, აი ამ პროპაგანდის კონტექსტშიც გაჩნდა საზოგადოებიდან თემა აიწია, რომ მაღალი ფასები გვაწუხებს, მეორე მხრიდან პროპაგანდა მოპასუხა, რომ აი კვერცხს დავაკლებ ფასს პირობითად. და აქვე დასრულდა თითქოს სოციალური საკითხებით ინტერესი. მაშინ როცა არც მხოლოდ ფასების მაღალი ფასებია, სოციალური საკითხები მხოლოდ მაღალ ფასებს არ მოიაზრებს, არც მხოლოდ მართლა ამ ელემენტარულ საჭიროებებში არ იკეტება სოციალურ საკითხებზე საუბრის მნიშვნელობა და მათ შორის, როდესაც ვლაპარაკობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, ხომ არ არის დადგა დრო კი არა უკვე რაღა დროის დადგომა, ხო დიდი ხანია ამის დრო დგას, რომ დავინახოთ ის, რომ თავისთავად ავტორიტარული რეჟიმი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, თუ კი მას ჩამოხსნის სწორედ იმ ანტისოციალურ რიტორიკას და პოლიტიკას, რომელიც თუნდაც ქართულ ოცნებას გააჩნია, ხო? ანტისოციალურ და ანტიდემოკრატიულ. აი ძალიან ძნელი არის, რომ დაინახო ამაში კრიტიკულობა რა. თუ არ დაინახავ და არ აღმოვაჩენ კი არა, არ გადათარგმნი და არ დაანახებ თუნდაც შენს ძმას, შენ დას, რომ ის, რასაც ქართული ოცნება საუბრობს, ეს პირდაპირ და ღიად არის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის მიზნობრივი გაღატაკების ინტერესი სარგებლის მიღებისთვის, მატერიალური სარგებელია. აქ არის ინტერესი მატერიალური, მე არ ვამბობ, რომ არც არასდროს მithქვამს, რომ ვინმე ბოროტია, ვინმე მონაა და ვინმე მოღალატეა. მე ვამბობ, რომ მას აქვს ინტერესი. მატერიალური სარგებლის ინტერესი, კლასობრივი ინტერესი, რომელიც ასევე ამოღებულია ჩვენი საზოგადოებრივი მსჯელობიდან. ბოდიში თათი ესე ჩაგეცე. არა, პირიქით, სწორი ჩართვა არის, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ეს ახლახან ეს ჰაიდარ ალიევის ცენტრის მშენებლობის პროექტი რომ შეთამაშდა ხო და მთელი რაც მოყვება ამას წყებად რომ ადგილ მკვიდრი მოსახლეობა უნდა გამოასახლონ ფაქტობრივად
ძალადობრივად უნდათ რომ მათგან გამოისყიდონ აი ეს საკუთრება და ამაზე სტატიას ვკითხულობდი ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიის და აი ზუსტად გიგა რაც შენ თქვი. ესე იგი ჯერ ხო არ ვიცი ირონიულია საშინელი წასაკითხი იყო თუ რა იყო, მაგრამ 2025 წლის არჩევნებისთვის თვითონვე მოაპირკეთეს ეზო, გაარემონტეს. და რაც ამ არჩევნებმა ჩაიარა მივიდნენ უკვე მართლა შეესიენ ფაქტობრივად ამ ეზოს მკვიდრებს რომ მოგვყიდეთო ეს სახლები. და ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა რომ მე ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარო. ვიყავი 2012-დან ქართული ოცნების ამომრჩეველი და ბოლო არჩევნებშიც ქართულ ოცნებას მივეცი ხმა. და აქ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად ჩანს ხო რომ აი ეს დაყოფები რაც არის რომ ვიღაცა აი მონა და ისინი რო ახსენეთ თუნდაც ეს სიტყვები არ განირჩევა ქართული ოცნებისთვის არ განირჩევი რა წამს შენ წინ აღუდგები მისი გეგმის განხორციელებას იქნები შენ ამომრჩეველი არ იქნები ამომრჩეველი რაღაცა პირდაპირ ჩართული იქნები მასთან წინააღმდეგობაში და ფაქტობრივად სურათი თუ მისი მხარდამჭერა სურათი რაც იქნება არის კლასობრივი სურათიც რაც იქნება მისთვის არის კლასი ერთ-ერთი ქართული ოცნების მისაღები არის თვითონ თავად კი ბატონო ვინც არის აი ზუსტად რაც თქვით ხო ეკონომიკას, აი იმ დოვლათით, რომელსაც ხალხი აწარმოებს, იმის მომხმარებელი. მთლიანად აი მომხმარებელს ვიტყვი, სხვა სიტყვა არ ვიცი, რა თქვა, გამოწურავს მთლიანად აი ამ რესურსს და ამ პროცესში მე ძალიან მიკვირს ხოლმე მე თვითონ რატომ გვჭირდება ახსნა კიდევ ერთხელ იმის, რატომ არის სოციალური საკითხები მნიშვნელოვანი, რისთვის არის მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რაც ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ ქართული ოცნება არ არის არადემოკრატიული ძალაა და არადემოკრატიული სისტემა ჩამოაყალიბა, მისთვის ცხადია მისი თუნდაც ამომრჩევლის ინტერესი არ განსაზღვრავს მის პოლიტიკას და მის ინტერესს, ხო? ანუ იმიტომ რომ იყოს რაღაცა დემოკრატიულ სივრცეში შემორჩენილი, ხო, დემოკრატიული რეჟიმები ცდილობენ რომ რაღაცა მის ამორჩეველს ანგარიში გაუწიონ, ხო? ერთადერთი ხო ის რასაც იყენებს, ხო? ეს არის манипуляция, ეს არის ზიღისენა, ეს არის დაპირისპირება. რაც ახლა ისიც უნდა ვთქვათ რომ რაღაც ქართული ოცნება ინოვატორი არ არის ამაში, ხო? და აი სწორედ ისევ თუმცა შეუძლებელია რომ მის ამორჩეველს დაბრალდეს ეს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამორჩეველი მას თხოვდეს რომ შენ იმას ის ელემენტარული ჰუმანური ეს არ გამოიჩინო პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ჟესტი თუ რაც ქვია ელემენტარულად სოციალური პირველადი საჭიროებები რაც მაქვს ამაზე არ მესაუბრო და შეუძლებელია რომ ესე იგი ამ ქართული ოცნების ამორჩევლის დაკვეთა იყოს ესე იგი ტანჯო ნებისმიერი ვინც შენს წინააღმდეგ ხმას ამოიღებს შეუძლებელია რომ ეს დაპირე ესე იგი მოთხოვნა არსებობდეს ამომრჩეველში მაგრამ ზუსტად სწორად ამბობ რომ ეს არის აბსოლუტურად თავსმოხვეული ავტორიტარული არა მხოლოდ ოპონენტებისა და თქვა კრიტიკული საზოგადოების მიმართ ან ესე თქვა კლასობრივი მტრების მიმართ აი აბსოლუტურად ამისი ინტერესი არის თავიდან ბოლომდე რომ ვინც რაიმე კუთხით შეარყევს ძალაუფლების იმ ვერტიკალს რომელიც არის უსაფრთხოება შოვნისთვის ნებისმიერს უნდა გავუსწორდეთ მიკერებული იარლიკით და შეუძლებელია იმას ვამბობ რომ თავად მისი ამორჩევლისთვის არის ავტორიტარული თავად ქართული ოცნების წევრები თუ არიან ეს პარტიული წევრობა ეყოლებათ ალბათ რაღაც არ ვიცი როგორ სტრუქტურით არის აწყობილი ორგანიზაცია მათ მიმართ არის ავტორიტარული და შეუძლებელია რომ არ იყოს ისევე როგორც ფაშისტური რეჟიმი არ ყოფილა კეთილი და კარგი ეს პროპაგანდა ხო აი აბსოლუტურად ხო ეს პროპაგანდა და ზიზღის ენა ხო ეს დაპირისპირება არის რაღაცა მათი მთავარი მექანიზმი და ხო ისევე აი გლობალურ პროგრესულ ფორუმს რო დაუბრუნდეთ სადაც აი ჩვენი წევრები სტუმრობდნენ ხო სწორედ აი ერთ-ერთი საკითხი ხო რაც იქ წამოჭრილი იყო ხო აი მათ შორის პედრო სანჩესის სიტყვაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რომელიც აი მართლაც უნდა ითქვას რომ აი ამ თანამედროვე ბნელ დროში მართლა გამორჩეული ნათალი წერტილია და რაღაცა ღირსების შემანარჩუნებელია მართლა ცოტა ამბიციურად ჭერს, მაგრამ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ხო, ერთ-ერთი რაზეც მან გაამახვილა აქცენტი, ხო, სწორედ ეს პროპაგანდის და ამ ზიზღის ენის საფრთხე იყო, ხო, რომელიც აი საზოგადოებაში დაპირისპირებას ხობს, ხო, რომელიც აი ჩვენ საზოგადოების უმრავლესობას და ეს არის გლობალური ტენდენცია, ხო, ყველა ავტორიტარული რეჟიმი ამ მეთოდს იყენებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ვარიაციებით, ხო? აი ეს რაღაც კარგად უნდა მოიხელთოთ, კარგად უნდა გავიაზროთ ეს, რომ აი ჩვენ მოსახლეობის უმეტესობას, მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ინებიაში გვაქვს საერთო ინტერესი, საერთო საჭიროებები და ეს არის სწორედ ის რასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ საუბარს და ეს ჩვენი 1 მაისის ღონისძიებაც ისევ აი სწორედ ამ საერთო ინტერესის დანახავს უკავშირდება, ხო, რაღაცა ეს არის რაღაცა ღირსეული შრომა, რაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, რომელიც მოიცავს ღირსეულ სამუშაო პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას, დასვენების უფლებას, საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად ყოფნის უფლებას, ხო? ეს არის ის, რომ როცა ადამიანი ავად გახდები, არ გეშინოდეს, რომ ეს
რაღაცა ბინის გაყიდვათ ან რაღაცა ცხოვრების რადიკალურად შეცვლასთან იქნება დაკავშირებული, ხო? ეს არის რომ ადამიანს გექნება რეალიზება რაღაცა შემოქმედებითი განვითარების მაგერ გიგა სახიობთა პროფკავშირის გილდიის, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი და ისაუბრა მანამდე, რომ რაღაცა ადამიანს გექნება დასვენების, ფიქრის, აზროვნების, შემეცნების. აი ეს არის ხო ღირსეული ცხოვრება, რასაც ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს, ხო? რაც სამწუხაროდ აი ჩვენი მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასე ვთქვათ, რაღაცა ხშირ შემთხვევაში რაღაცა მიუღწეულ ფუფუნებად არჩება ხოლმე. რამის დამატება ხოლმე გინდა? არა, მე გამოეხმაურები ხება მას თქვას, რომ ამ სანჩეს სიტყვიდან გამომდინარე, მართლაც ალბათ არავის არ უკვირს, ეხა საქართველოში ძალიან კარგად არის ქართულ მედია სივრცეში შემოსული ჭარბადაც კი აი ეს საერთაშორისო კონტექსტი და ყველა კარგად ხედავს, რამდენად არის ზიზღი და სიძულვილი რეალურად აი ამ დაყოფის ინსტრუმენტი, ხო? და ემოციურ ჭრილში გადაყვანის თელი პოლიტიკის, იმიტომ რომ რა ლოგიკით უნდა აიხსნას, რომ მაგალითად ამერიკის შრომელთა კლასმა ხმა მისცეს ტრამპს. ხო? ეს ხო არის სწორედ რაღაცის ანუ მაგალითად რაღაცაზე კონტრ ესე ვთქვათ რეაქცია. რომ მაგალითად არის არსებული უთანასწორო რაღაც უსამართლო სისტემა უკუნდან საძულველია, რომ ყველაზე საძულველს მისცემ მაშინ ხმას, ხო? იმიტომ ის ხო არ არის, ის ხო არ პირდება რაღაცა ნათელმომავალს ან რამე, ეს პირიქით ეს არის ძალიან სიძულვილის რაღაცა გაღვევა და მიმართვა სწორედ ამ კულტურული დაპირისპირებებისკენ, ხო? და მაგრამ მეორე მხრივ ნელ-ნელა რასაც ვაკვირდებით რა აი ამ გლობალური თუნდაც მობილიზაციის, პროგრესული მობილიზაციის ნაწილში, ხო? აი მემარცხენე პერსპექტივიდან იმდენად ეს ადამიანები უკვე რაღაცა უიდეო და მარტივად წაკითხვად ტაქტიკებზე გადავიდნენ, თან იმიტომ რომ ერთ-ერთი ღირსებას უთვლიდნენ ხოლმე მარჯვენა ძალებს, რომ როგორ ყველა კოორდინირებულად და ერთანაირად მუშაობენ, მაგრამ სინამდვილეში ეს მათ სისუსტე არის, რომ უკვე განჭვრეტადია მათი შემდეგი ნაბიჯები და მეტიც ამ ჭერია უკვე მიღწეული რა მათ რაღაცა ტაქტიკებს და ასე შემდეგ. ხო, და აქედან გამომდინარე მარტივიც არის ჩვენთვისაც ასევე აი ეს კონტრმობილიზაციის საკითხები, იმიტომ რომ რაც სწორად თქვა გიგამ რა საბოლოო ჯამში უმარტივესად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მათი ზიზღის და ყველა ამ დაყოფის უკან დგას მატერიალური ინტერესი. და საკმარისია. ხო და ძალაუფლები, იმიტომ რომ დღეს უკვე გაუტოლდა რა ეს მატერიალური, იმიტომ რომ ვიღაცები არის ჯებიან მხოლოდ იმის გამო, რომ აი ეს მატერიალური ძალაუფლების ფულმე. ხო, შეიძლება ხებზე ნაკლებად დაიშებიან, იმიტომ რომ მათი კალიბრი ესე იგი ამ საზოგადოებაში სხვანაირად გაიზარდა, ხო? და აქედან გამომდინარე, როდესაც შენ სწორად და საზოგადოება სწორად აღიქვამს პრობლემას, რომ ვის მატერიალური ინტერესები დგას აი ამ დაყოფის უკან, მე რო უკვე მარტივია დაინახო ის ეწყარო დაყოფისა, ხო? ვისაც აინტერესებს, რომ შენ არის ფიქრო, რაღაცა შენ საკუთარ ოჯახში გაგიჩნდა ეს კონფლიქტი, რის გამო აი რა როგორ შეიძლება ხო საკუთარ შვილთან ქონდა ეს დაპირისპირება იმაზე, აი ხა ამ პოლიტიკურ რეჟიმს შენ რა დაარქვა, ხო? ეს ხო ცხადია რაც არის ხა დღეს საქართველოში, რომ ეს არის ანტისოციალური, ანტიდემოკრატიული მდგომარეობა, ხო? და რა არის ხა აქ დასაპირისპირებელი? პირიქით ეს არის აქედან გამომდინარე, აი განხილვის საგნით იმიტომ იქცევა ხოლმე, რომ აი ეს манипуляციურად ხალხმა გაითიშონ ადამიანები თმეთისგან და იგივე მაგალითად შრომელი ადამიანები. ეხა რა აქვთ მათ გასაყოფი, აი რა ვიცი და ამაზე ჩვენ როცა ვლაპარაკობდით, რომ ჯერ კიდე რა ვიცი 2013 წელს მაგალითად, ხო, როდესაც რა ვიცი მემანქანების გაფიცვა იყო, მერე იყო მაგალითად არ ვიცი დასუფთავების მომსახურება და როდესაც ვცდილობთ ხალხისთვის აგვეხსნა იმ საზოგადოების წევრებისთვის მაგალითად, რომელსაც ხშირად ხედავთ სხვადასხვა პროტესტებზე და ასე შემდეგ, ხო, რომ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია, აქედან იწყებოდა და აქედან გამომდინარე, როდესაც აი ეს ქსოვილი ვერ შეიკრა თავის დროზე, მივედით იქ სადაც მივედით, ხო? და ეხლა, როდესაც მოთხოვნა გაჩნდა აი ამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურმე გაფიცვის როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით, ნუ ხო, ძალიან რთული გახდა, იმიტომ რომ იმ დროს არავინ გვერდში არ დაუდგა იმ ხალხს. და ისიც ძალიან რთული გამოსაკვირველია, ვინ უნდა გაფიცულიყო. ხო, ვინ უნდა გაფიცოს? ვინ უნდა გაიფიცოს, ხო? ანუ თუ არ გაქვს პასუხი იმაზე, ვინ იფიცება, რატომ თუნდაც და როგორ მიგაქვს ეს, რატომ არის ეს გაფიცვა აუცილებელი და მაგაზეც ალბათ უნდა კარგი იქნება. კი, ამ გაფიცვასთანაც და აი ამ კონტექსტსაც, ხო, აი ჩვენ თუ შევხედავთ რაღაცა აი ყველა
იმ ქვეყანას, რომელიც დღეს ასე თუ ისე, ხო, ლაპარაკობთ ამ გლობალურ კრიზისზე და ბნელ დროზე და მართლაც აი მთელ მსოფლიოში, ხო, მთელი მსოფლიო მასშტაბით აი ამ რაღაც საყოველთაო კეთილდღეობის იდეას ხშირად საფუძველიც ერყევა ხოლმე, ხო? მაგრამ აი ისტორიულად ხო სადაც კი რამ კეთილდღეობა მიიღწა და დემოკრატიული პროცესი მიიღწა ხო ეს ყოველთვის იყო აი მანამდე ვახსენეთ ხო რომ შრომელების წინააღმდეგობით და მათ შორის გაფიცვა იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი ხო იმიტომ რომ არ არსებობს დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიული ცვლილება სოციალური და შრომითი უფლებების რეალიზების და გაუმჯობესების გარეშე. ანუ ისედაც ადამიანი თავისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების რეალიზებას და დროის უმეტეს ნაწილს მაინც ასე თუ ისე სამუშაო ადგილას ახდენს, ხო? შესაბამისად, აი ის შრომელთა ორგანიზება და სოლიდარობა არის ერთადერთი თუ ანუ თუ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რითაც შეიძლება საზოგადოება ორგანიზდეს, ხო? სხვა არანაირი მექანიზმი არ არის. თუ არ ხდება სამუშაო ასე ვთქვათ, ძლიერი, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური ორგანიზება, ხო, პროფკავშირული დამოუკიდებელი ძლიერი პროფკავშირების, აი, ჩვენ ხშირად ვხედავთ, ხო, ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხო, თუნდაც ეს ყოველთვის არ უკავშირდეს წმინდა შრომით უფლებებს, პირველი თუ კი რამე პროტესტი და რაღაც საზოგადოებრივი უკმაყოფილება არის, ვინ გამოდიან, პროფკავშირები გამოდიან, მაგალითად, საპენსიო რეფორმა მიდის, რომელიც მოსახლეობას არ მოსწონს, ვინ გამოდის, პროფკავშირები გამოდის, ხო, მაგალითად, რაღაცა გარემოს დაცვითი საკითხი, ხო, რომელიც ერთი შეხედვით არ არის, ხო, რაღაცა ასეთ საკითხებზეც, ხო, პროფკავშირები იღებენ ხმას და ბევრი სხვა, ხო? ასე რომ, ხო, თუმცა ეს სიტყვა მოჯადოებული სიტყვა არის რაღაცნაირად გაფიცვით თუ რაღაცა მოჯადოებულ სიტყვად არის აღქმული რა წამსა შედარება ეტაპობრივად ხო მხრიდან სრულად ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი თავიდან ბოლომდე სახელისუფლებო იქნება ეს თუ საოპოზიციო ერთის მხრივ გამოირჩევა ფუნდამენტური მიუხედრელობით და მეორეს მხრივ გამოირჩევა ფუნდამენტური კონფლიქტით საზოგადოების ფართო მასების ინტერესებთან და ამას რა თქმა უნდა თავისი წარსული გააჩნია თუ რატომ მოხდა ასე ხო ნუ პრინციპში ქართული პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ტიპები არიან ისინი ვინც 90-იანი წლების განმავლობაში ისარგებლა სიდუხჭირით პრივატიზაციით რომელსაც პრივატიზაციას ეძახიან ხოლმე და პუჩით ანუ აი ამ საზოგადოებამ ანუ მიტაცებული აქ ყველაფერი მიტაცებულია მიტაცებულ საზოგადოებაში შენ შეგიძლია ყველაფერზე ილაპარაკო გარდა თავა და მიტაცებისა რა და ამაზე პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია აქედან გამომდინარე ჩვენ გაფიცვას როგორც ასეც ვერასდროს ვერ მოვისმენდით დადებით კონტექსტში სანამ არ დადგა თავადან პოლიტიკური სფეროსავე კრიზისის საკითხი დემოკრატიის ნაწილში იმიტომ რომ ბუნებრივი იყო სოციალურის ამდენად ესე იგი გაგდებისგან პოლიტიკური პროცესში, როდესაც ამდენად გააქრო სოციალური სამართლიანობის საკითხს და კლასობრივი კონფლიქტს მთლიანად მოშლი, რომ ესეთი რამე არც არსებობს, ბუნებრივია რომ დადგები იმგვარი მოცემულობის წინაშე, სადაც ვისაც აქვს ყველაზე მეტი და ვისაც აქვს ყველაზე მეტი ძალაუფლება, მატერიალური ძალაუფლება, ის ფიზიკურად გადაგჯაბნის. თუ აქამდე დაიყვანე პოლიტიკა და აქამდე დაიყვანეს ამათ ხო პოლიტიკა მიშამ, შევარდნაძემ, ბიძინამ, ანუ აქამდე დაიყვანეს პოლიტიკა, რომ ვისაც აქვს ყველაზე მეტი მატერიალური, ვინც ყველაზე კარგად დაალაგებს პოლიტიკას თუ დაალაგებს ბიზნეს ინტერესით, ის მოიგებს და ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უკეთესი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, კი, ნამდვილად მაგაზე უკეთესი ბიზნესმენია, ვიდრე ეგენი ყოფილან. ანუ ვიდრე ამათ ყავთ, აქეთ ვიღაცა ბეჟუაშვილები, რაღაცა იქით სხვა ესენი სხვა კლანები არიან საბოლოო ჯამში, რომლებიც ერთმანეთს არ უნებენ, მაგრამ გაფიცვას ორივე ერთად ვნებს, მაგრამ როგორც კი დაჭირდა დაიწყეს გაფიცვაზე ლაპარაკი, მაგრამ იმდენად დაცლილი იყო ეს გაფიცვა შინაარსისგან, ამგვარი მოწოდება გაფიცვისა, რომ ლოგიკური იყო, რომ იმ ეს ვერ გამოიწოდა გაფიცვას. ეხლა მე როცა ვსაუბრობ, ჩვენი პროფკავშირის გამოცდილებიდან ვსაუბრობ. ჩვენ პროფკავშირის გილდიას ჰქონდა გაფიცვა. ამაზე ეს ნამდვილად გაფიცვა იყო. აქ არც დამსაქმებელ შევკითხი ვართ ამ თვალსაზრისით, ჩვენ ჰქონდა ჩვენი ფუნდამენტური მოთხოვნა ძალადობის დასრულება. იმიტომ რომ ჩვენი წევრები იყვნენ ნაცემი, ჩვენი წევრები იყვნენ დაჭეrilები და აი ეს იყო ჩვენი ამოსავალი წერტილი, მაგრამ გაფიცვას ესეც კი ნახევრად გაფიცვა სჭირდება თავისი პროაქტიული, ასე ვთქვათ, პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც უნდა იყოს სავსე და გაჯერებული რეალური შედეგის მიღწევის შანსით. ეს რეალური შედეგი შეუძლებელია მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებების საკითხზე დარჩეს. და იმიტომ რომ ფუნდამენტურად ამგვარ ქვეყანაში განსაკუთრებით როგორც საქართველოს შეუძლებელია ადამიანი გამოვიდეს პრინციპული განაცხადით და ამ პრინციპულ გულწრფელ განაცხადში არ იყოს ის ბუნებრივი სიდუხჭირე, სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, მაშინ ყალბი გამოდის.
შენ არ შეიძლება ერთი ხელით ითხოვდე არჩევანის თავისუფლებას, არჩევნების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და უცებ გავიწყდებოდეს რატომღაც ლიმიტირებულად აღიქვამთ, ხო? კი, იმიტომ რომ თავად არჩევანს აღიქვამ ლიმიტირებულად, იმიტომ რომ შენთვის არჩევანის გაგება არის არასწორი. არჩევნებზე მისვლა და შემოხაზვა არის არჩევანის გაკეთების ფიქცია და სიმულაცია და იმას თუ ვერ იაზრებ რომ არჩევანი იმაზე საერთოდ ნერვები აღარ ყოფნიდა ხოლმე, ესე იგი არჩევნები გაყალბდა იყო თავარი ძახილი, მაგრამ რეგიონებში ესე იგი ის ხალხი საერთოდ კოცები არიან. ჭიათურელი მაღაროელები ხუმრობდნენ, ხო? თელ საქართველოში გაყავდეს არჩევნები და ხო, ჭიათურელებმა ხო ქართულ ოცნებას მისცეს, ხო, მაგრამ აი ეს არის სრული გაუგებრობა, ანუ სიტუაციისა და საკითხის და გაფიცვას რაც შეეხება, ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება მნიშვნელოვნად, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს გაფიცვის მნიშვნელობა. Როგორც აქ უკვე აღინიშნა, გაფიცვა არის სწორედ ის იარაღი, რომელმაც საზოგადოება ყველაზე მეტად რომელი საზოგადოებები ჩვენ მოგწონს, ხო, შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ მოგწონს მაგალითად სკანდინავიური სახელმწიფოების მოწყობის წესი, მათი ფორმა, მოგწონდეს თქვა ესპანეთის დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული განცხადებები, ხო? ეს ყველაფერი არის გაფიცვის პროფკავშირული ბრძოლის და 1 მაისების მონატანი რა. თავიდან ბოლომდე 1 მაისების მონატანია და აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობამ კაფიოდ უნდა დააკვირდეს რა საქართველოში რა ხდება ამ 1 მაისს. ეხლა ჩვენს კარგად გვემახსოვრება ამ მედია საშუალებებშიც, ამ ოპოზიციაში როგორ უყურებდნენ 1 მაისს. 1 მაისს დავდიოდით 30, 40 ადამიანი, ყველანი კარგად ვიცით, ვინც ვიყავით და კიდე ნუ იმ შრომელებსაც, რომელი შრომელებიც ამ 1 მაისს ისინიც იმათაც ვიცნობდით, აი კარგად რა. ეს იყო მაინც ერთი ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაზე ფართომასშტაბიანი 1 მაისო გამოსვლა რო გავიხსენო, მაშინ მუშაობდი პროფკავშირების გაერთიანებაში, ეს იყო დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომელიც დიდი ორგანიზებით, დიდი წვალებით შეიკრიბა, მათ შორის სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა მაშინ იყო ესეთი გაერთიანება რა, სხვადასხვა ორგანიზაციები იყვნენ, მაშინ აუდიტორია 115 ფუნქციონირებდა და ეს დიდი ის გაკეთდა რა, სააქციო ეხლა დღეს ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ამათ ესე იგი ყველას ნაცი, აგენტი რაღაცა მჩხიბავი და რა აღარ დაუძახეს, ხო? ანუ ყველაფერს დაგიძახებენ. უნდა ითქვას, რომ წინა წელს მაინც მოუახერხეთ ორგანიზება და მათ შორის ძალიან წარმომადგენლობითი შეუძლებელია, რომ მაგალითად მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის, მოძრაობა ხმას, მოძრაობა, რომელიც არსებობდა აუდიტორია 115 პროფკავშირ ჩვენც მე ვმუშაობდი პროფკავშირების გაერთიანებაში, რომელიც დღეს მიმაჩნია, რომ ფუნდამენტურად ამ შემცდარია შრომელების ინტერესების წარმოდგენას, მაგრამ მუშაობდი და იმ პროფკავშირების გაერთიანებასაც კი ჩემს გარეშე თუ ჩემთან ერთად არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი აქვს მოტანილი 1 მაისობით როგორც ასეთი. მაგალითად ის რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა არსებობს, სწორედ აი მემარცხენე საზოგადოების მოტანილია, რომელსაც ყველა აქილიკებს და ყველა ეუბნება რომ სად იყავით. შრომის კოდექსიც, შრომის ინსპექცია დღეს რო ის აღარ გვაქვს რომ შენებლობაზე ყოველთვე დღესაც არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა, საშინელებები ხდება, მაგრამ ყოველდღე რო ადამიანი იღუპებოდა, ეგ მდგომარეობა რო არ გვაქვს, სწორედაც რომ სახელებით და გვარებით ვიცი, რომ აი იმ საზოგადოების მოპოვებულია, რომელიც 1 მაისს გეგმავს იმ შეკრებას 2 საათზე რა თქვენ აღნიშნეთ, 12 საათზე პროფკავშირებიც ვიცი, რომ განცხადების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები აპირებენ განცხადების გაკეთებას, რამდენადაც ვიცი. ორშიც ჭიათურელებსაც ექნება პირველშივე საღამოს, როგორც ვიცი, მოძრაობა ხმასაც აქვს უფასო სასკოლო კვების საკითხზე. აი ეს არის საკითხები, რომელიც არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან მოქალაქეს და მოიწერეთ ან დააკვირდით ან გაწევრეთ ამ მოძრაობაში, იმიტომ არ გამოვა ეგრე. 1 მაისი, ახლა რაც გიგამ ჩამოყვა, ხო? წლევანდელი 1 მაისი აღმოჩნდა ღონისძიებებით დახუნძული 1 მაისი, რაც ამაში გასახარისმეტი არაფერია, ხო, თავისთავად. მით უმეტეს იმ და ეს ხომ არ არის ნიშანი, ზუსტად იმ ზარდი ავტორიტარიზმის მოცემულობაში, იმ რეალობაში, რომ ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი გაერთიანება, ნებისმიერი წინადადება, რომელიც შინაარსში გულისხმობს ქართული ოცნების პოლიტიკის კრიტიკას, აიკრძალა, პირდაპირ მნიშვნელობით აკრძალული, ამის მიუხედავად 1 მაისს გვაქვს ღონისძიებების, ესეთი დახუნძურული ღონისძიებების დღე. ხომ არ არის ეს რაღაცნაირად ნიშანი ზუსტად იმის, რომ სწორედ თუნდაც აი ამ ავტორიტარიზმის კრიტიკა ამოდის შრომელთა დღიდან ერთის მხრივ და მშრომელების და ზოგადად აი იმ ერთი წინადადებიდან რაც თქვით, ხო? ჩვენ ვქმნით ქვეყნის დოვლათს, ამ ისინი გვძარცვავენ. აი ამ წინადადებიდან და ხომ არ დადგა დრო, აი ბევრჯერ თქვი ვთქვათ, ხომ არ დადგა დრო, ოღონდ ძალიან რიტორიკულად, იმიტომ რომ დიდი ხნის დამდგარია ეს დრო, რომ
უკომპრომისოდ ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ არ არსებობს დღეს არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც აქვს უფლება, რომ ეს თემები გამოტოვოს და თქვას, რომ ეს მის ინტერესს გარეთ რჩება. ახლა თუნდაც ხომ არ დადგა დრო პირდაპირ ასე ვამხილოთ ისეთი პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც მაგალითად რაღაცა ანაკლიის პორტზე ტრამპის სახელობითად სახელის დარქმევას იმაში გვიქადიან ხო და ითხოვენ კიდეც მაშინ როცა პარალელურად თან ანუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, რამდენად გაურკვევლობა მდგომარეობაში ერთის მხრივ თქვით, რომ გაფიცვის უფლება მაშინ მოითხოვეს ამ პარტიებმა, აქამდე არსებულმა პარტიებმა, როცა მათთვის მნიშვნელოვანი გახდა ესო, მაგრამ მაინც თვალის ახელის მომენტი ვერ დადგა, ხო? ანუ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მეორე დღეს დავივიწყეთ, ხო, აი მარტო ამ ერთ კონკრეტულ ინიციატივაშიც კი რა თქვა პანაკლიის და ტრამპის იმაში ჩანს თვითონ თუნდაც პროპაგანდაში გაურკვევლობა ხო ქართული ოცნების პროპაგანდაში რამდენად გაურკვეველია ეს პოლიტიკური ელიტა. იმიტომ თვითონ ქართული ოცნება გეუბნება ის აკეთილშობილებს თავადაც ხო ტრამპის სახელს და ფაქტობრივად აგერ ტრამპით დავიწყეთ საუბარი ხო კონკურენტ ჩვეულებრივი ბანომ დაიწყო ტრამპით საუბარი ხო ამ პროგრესული ვინ უკეთ მოახერხებს ეს სახელი გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაციისთვის თუმცა თავად ეს სახელი რა ტიპის ძალაუფლების დემონსტრაციაა ამაზე უკვე მსჯელობა აღარ მიდის ხო და აქვე უნდა ითქვას ისიც რომ თვითონ ეს ტრამპ თაუერის ტრამპის იმას ძალიან ბევრჯერ მიუბრუნდით იმიტომ რომ ეს დღეები რაღაცა თავარი თემა შეიძლება იყოს, უნდა იყოს წესით ამაზე საუბარი, იმიტომ რომ სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იდეოლოგიურ გემოვნებას რო თავი დავანებოთ პოლიტიკური ამ საზოგადოების თუ ასე შემდეგ, ის მაინც ხო არის რომ ესე ცხადად რო შეხედო, ისინი ქართული ოცნების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, ესე პოზიციონირებენ, მაგრამ ამავდროულად თავად ქართული ოცნება არის ის ვინც ამ სახელით манипуლირებს, ტრამპის სახელით манипуლირებს და თავად ქართული ოცნება იყო ასე 2012 წელს ვინც თქვა რომ წინა რეჟიმთან მიმართებით გახსოვს მიხეილ სააკაშვილისა და ტრამპ თაუერისა ეს ბმა ხო ვინც მიხეილ სააკაშვილი იყო თავის დროზე 2012 წლის პერიოდში 11-12 წელი იყო როცა გვეუბნებოდა რომ ის ტრამპ თაუერის აღზევებას განახორციელებდა პროგრესის სიმბოლოდ მაშინ ტრამპი მხოლოდ ბიზნესმენი იყო, რომელიც ნელ-ნელა უკვე აცხადებდა ამ პოლიტიკურ მის დღის წესრიგს, მაგრამ აი ამ იმის სახელით როგორც პროგრესი შემოიტანა ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წელს, ვინც პირდაპირ თქვა რომ ტრამპიო თქვენ გგონიათ ესო ინვესტიციას განახორციელებს, ეს არის უბრალოდ манипуლაციაო, მიხეილ სააკაშვილმა ფული ემას გადაუხადა და თვითონ კიდევ ამით манипуლირებს და ზუსტად ერთ-ერთი იგივეს ვხედავთ დღეს 2026 წელს ოღონდ ქართული ოცნების ხელით განხორციელებულს მაგრამ ნამდვილად ხო ანუ რაღაც მაკეთკენ მივდიოდი რომ მეთქვა რომ სრულიად კანონზომიერია ეს არის მართლა ერთი ხის განშტოებები ხო იმიტომ რომ დგანან ერთ აი სწორედ იმაზე რაც გიგამ თქვა რომ მიტაცებულ ქვეყანაზე ხო თავისი მიტაცებული მართლა ეკონომიკით რაღაცა ხალხის მოტყუებით გადაგდებით შრომელი ხალხის გადაგდებით პირველ რიგში იმიტომ რომ პრივატიზაცია როგორ მოხდა ჯერ ხალხს დაურიგეს ვითომ რაღაცა აქციები და მერე დირექტორმა შეისყიდა ყველა დარგებული უკან აქცია მაშინ როდესაც ყველა მიცოდა რომ თუნდაც მარტო ერთი დანადგარი ღირდა იმ რაოდენობის თანხა რაც აქციებით ღირდად გამოუშვეს ხო იმ საწარმოებში აქედან გამომდინარე აი ეს დეინდუსტრიალიზაცია, აი ეს ყველა ეს საკითხი, სიღარიბე და ასე შემდეგ, ხო, ანუ რომ გასხივოს და ეხლა რა ისევ ოცნების აი ამ პოლიტიკურ სხეულში და ნუ დიდი ტრამპის ვარსკვლავი განათდება ეხლა იქ იპოდრომთან აპირებენ იმას დეინდუსტრიალიზაციაზე მაქვს მე ჩემი რეკლამა და ესე იგი პოლიტიკური რეკლამა სანქცირებულ ტელეკომპანია იმედზე გადის ცხელი ძაღლი რა რომელსაც რატო უშვებენ არ ვიცი რა იმიტომ რომ ეთყობა ეს მეოთხე სეზონი მეტნაკლებად და კიდევ უფრო მკვეთრად კონკრეტულ საკითხს ეხება მაგრამ მთელი ეს სერიალი მიძღვნილია დეინდუსტრიალიზაციის გმირებზე რა და მე მაქვს ეგეთი კითხვა და ჩვენს მაყურებელს უცებ უყურეთ ცხელძახს და ამოიცანით ბიძინა ივანიშვილი ეს იმედის მაყურებელსაც დაინტერესებს და ტრამპთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვეთანხმები ეს არის კონკურენცია ტრამპისტობაში ისიც კარგად ვიცით რომ პრინციპში ნუ ჩემი დაკვირვებით ტრამპს კარგად ნამდვილად არ მისდის საქმე და ანუ ამ საზოგადოებასაც ანუ
თუ არ უნდა რომ მათი საქმეც აი ესე ტრამპისკენ წავიდეს, აუცილებელია რომ მაღაროელს რომ ინტრიგანს ეძახიან, შეკაი ადამიანო, აიქ მაინც მიხვდი რომ რაღაცა ეს არის რა. არ შეიძლება ყველაფერი დაიჯერო, თორე ჩვენს დავსხდებოდით აგერ კაცო და ვისაუბრებთ თავისუფლად იმაზე, რომ ვინც გამოდის და ქართულ ხელისუფლებას აკრიტიკებს, მას მშვიდობა არ უნდა, ვის გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანაში მაღალი ფასებია, მას სტაბილურობა არ უნდა, ვინც გამოდის და ამბობს, რომ ბანკებს აქვთ მაღალი პროცენტი, მას ქვეყანაში სიკეთის დანახვა არ უნდა და აგენტია, ვინც გამოდის და წლებია, ეხლა კი არა წლებია საუბრობს იმაზე, რომ შრომითი უფლებები უნდა იყოს დაცული და ამისთვის იბრძვის კიდევაც ფიზიკურად, მას ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის კეთილდღეობა არ უნდა და პრინციპში ის ხალხი რა, რომელიც მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ბევრი არის ასეთი წევრი, ვინც ნაციონალურ მოძრაობაზე ებრძოდა ზუსტად ამის გამო. ამ ხალხს ეძახდი ახლა ნაცს და ის რო ეძახის კაცო ის იმას სისულელით კი არ მოსდის, ამიტომ კი არ ეძახის, გამიზნულა და აკეთებს ამას. ადამიანმა არ უნდა დაიჯეროს სისულელით. მე უბრალოდ ამის თქმა მინდა. ხო, არა, ბევრი რაღაცის ახლა ბევრ თემას შევეხეთ, და უბრალოდ ერთი რაღაც რაც წეგან მინდოდა, ცოტა სხვა თემის შემოტანა, მაგრამ ერთი მხრივ სინამდვილეში ამ ყველაფერ ლოგიკურ კონტექსტში ჯდება და რა პერსპექტივას და რა მომავალს გვიქადის ქართული ოცნება და რას გვიპირებს. ხო, განათლების რეფორმის კონტექსტში მინდა რაღაცა ახალგაზრდების საომავლო პერსპექტივა, მათ შორის შრომითი ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და რაღაცა საომავლო მათი დასაქმების თუ დაუსაქმებლობის პერსპექტივა მოკლედ რაღაცა განვიხილო. ხო, ახლა განათლების რეფორმაზე ჩვენი მოძრაობა ბევრს მუშაობს, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ ცოტა შეიძლება უცნაურად ან გაუგებრად ჟღერდეს რაღაც სიღრმისეული შინაარსობრივი კრიტიკა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სხვა გზა არ გვაქვს, რომ რაღაცა რეჟიმის მიზანი თუნდაც უფრო კარგად გავიაზროთ და ხო, აი ეს რეფორმა, ხო, რომელიც საბოლოო ჯამში რასაც იწვევს, ხო, ეს არის განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, ეს არის კიდევ უფრო ისედაც იმ განათლების სისტემის, რომელიც უთანასწორობას უფრო აწარმოებს, კიდევ უფრო გამწვავებას, მაგრამ აი აქაც, ხო, რა რეალობა გვაქვს დღეს და რა იქნება კიდე პერსპექტივა, ხო, აი დღეს ახალგაზრდების რიცხვი, ხო, 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ან საერთოდ არც მუშაობს, ან არც უნივერსიტეტშია, ან არც რაიმე სასწავლო დაწესებულებაში, არც რაიმე განამზადებას დადის, უკვე არის 24%. ეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ხო? აი, შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირში მოდის შესაძლოა 11%. დიახ. ხო, ეს შემთხვევითი არ არის, რომ რაღაცა, ვთქვათ, ქართული ოცნება ისევ ამ რეფორმით ამას კიდევ უფრო გაზრდის, კიდევ უფრო მოწყვლად ხდის და სხვა პერსპექტივა, ხო, ახალგაზრდებს არ რჩება, თუ არა ქვეყნიდან წასვლა და მიგრაცია, მით უმეტეს შეიძლება რაღაც სხვა ფაქტორების გამო, მათ შორის თუნდაც იმიტომ, რომ ვთქვათ, ახალგაზრდობაში უფრო მზად ხარ ცვლილებებისთვის და უფრო გამბედავიც ხარ, შეიძლება უფრო ბევრმა ადამიანმა გადადგას, ხო, იმიტომ რომ აქ თუ არანაირი პერსპექტივა არ დარჩებათ, არანაირი განვითარების, ღირსეული ცხოვრების, ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე ისედაც აკეთებს, ჩვენ ამის ტენდენციას ხედავ და წეგანაც ვახსენეთ, ხო? აი ეს ჩაგეცრებოდი ჩვენ და მე გაგზელა იმიგრაციაზეც რო ლაპარაკობთ, თუმცა აქაც მოცემულობა შეცვლილია, რომ ის ერთი მოქალაქეობის განხორციელების ბერკეტიც წაართვა მათ შორის ქართულ მოსემა ემიგრანტებს, ხო? ესეც ცალკე მნიშვნელობის ის არის. ეს გაუგონარი რაღაცაა, ფაქტურად მოქალაქეობის ჩამორთვევის ტოლფასი რაღაცაა, ხო? ისედაც კიდევ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ რა დამსახურება აქვს ემიგრანტებს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ხო? და ეს მათ რა თქმა უნდა უდიდესი მსხვერპლის ხარჯზე გამოდით, ხო? ეს არის 10 წლების მანძილზე დაშორებული ოჯახები, აი მე ახლა კიდევ ერთხელ თუ როგორც მასწავლებელი, აი ძალიან ბევრი შემოსწავლეს, პირადად ვიცი, რომ აი ძალიან ბევრი მათგანს ორივე მშობელი ან ერთი მშობელი მაინც ემიგრაციაში ყავს და ეს მე თვითონ ჩემი გამოცდილებას კი ვხედავ, რამხელად დანაკარგია ამ ადამიანებისთვის, ხო? ხო, მოკლედ, აი კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა გახდება იძულებული, აი და ეს განათლების რეფორმა, აი სინამდვილეში ხო ცხადია, არანაირ რეფორმას ფუნდამენტურ განვითარებას გაუმჯობესებას არ იწვევს, მაგრამ აი თუ კი რამეს გამოიწვევს, აი სწორედ ამას გამოიწვევს, ხო? და მეორე მხრივ ის, რომ გაცილებით ადვილად მოწყვლადი და манипуляციის ქვეშ და სხვადასხვა გავლენის ქვეშ შეიძლება უფრო ადვილად აღმოჩნდნენ აი ეს ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირი შესაძლებლობა არ დარჩებათ ღირსეული განათლების მიღების და რაღაცა უკეთესი კეთილდღეობის მოწყობის. და ეს სწორედ ეს არის სწორედ რაღაცა ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოების რაღაცა ცენტრალური საგანი და ეს 1 მაისით სწორედ რაღაცა ამ იდეის გარშემო უნდა ტრიალებდეს და არა მარტო 1 მაისით ცხადია, ხო, უბრალოდ ამ 1 მაისი სიმბოლო არის. თავისი სიმბოლური დატვირთვა და მაგრამ კიდევ ერთხელ ხო არ დავაანონსოთ, თუ ბოლოს მოვიტოვოთ. მოდი ბოლოსკენ მოვიტოვოთ. კარგია ვახსენე ეს განათლების რეფორმა, იმიტომ რომ მაგის მიზანი რა არის, ხო, რომ შრომით ბაზარზე მართლა შეყარონ ახალგაზრდები არაკვალიფიციური მუშახელი შიდა რესურსს გამოიყენონ ამისთვის
რაც ნიშნავს რას, რომ დაბალანაზღაურებად ესე იგი სამსახურებში ეს ხალხი გაუშვან, ხო? ძალიან მალევე ესე იგი შეუშვან ამ შრომით ბაზარზე მოუმზადებლები, დაუცველები და რა თქმა უნდა, როცა ეხა აი ეს რაღაცა ბაზრის კვლევა, რომელიც არავის არ აქვს ნამდვილ ზურგზე ნანახი და აი ამ ბაზრის კვლევის რაღაცა ლოგიკით ხსნიან ამ ყველაფერს, ისევ და ისევ მიანიშნებს და იმ კანონზომიერებაზე მეტყოლებს, რომ აი ეს განვითარების, ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს 30 წლიანი ლოგიკა არის უწყვეტი, ხო? და ის ემსახურება მარტო ძალიან ვიწრო ჯგუფს, იმიტომ რომ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება. და ერთ-ერთმანეთს კვეთენ რა. ბაზრის ხო, ჯერ რა მეთოდოლოგიით არის ეს მეორე საკითხი, მაგრამ თვითონ ის რომ ბაზრის კვლევა საზღვრავს რა პროგრამები იქნება პრიორიტეტული, მთლიანად ცხადყოფს იმას, რომ რაღაც სამომხმარებლო საზოგადოებად დავკანონდით ფაქტობრივად, ანუ ეს არის ამოსავალი პრინციპი, ხო, მაგის. ერთი არანაირი სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა, იმიტომ რომ ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს, ხო, მაგრამ რაც ასე ვთქვათ გამოქვეყნებულია, ხო, აი რა პროფესიებზე მოთხოვნა, ხო? ანუ აქ რაღაცა ჩვენ საზოგადოების ზოგადად რა თქმა უნდა, ანუ ქართული ოცნების ლოგიკაც ეგ არის და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ რაღაცა პოლიტიკური პირობითად ელიტის თვალის შემდეგ ბოლო 30 წლის მანძილზე, ხო, რაღაცა სწორხაზოვანი ხედვა, ხო, ეს შრომის ბაზარზეც როცა რაღაცა ვამბობთ რაღაცა როგორც ეფემერულ მედიაზე, ხო, ეს არ არის რაღაცა თვით წარმოქმნადი რაღაც, ხო, სახელმწიფოს თავად შეუძლია, ხო, შექმნას მოთხოვნა შრომის ბაზარზე და თავად წაახალისოს, ანუ თუ კი პირობითად ამბობს სახელმწიფო რომ აი არ არის რაღაცა არ გჭირდება, ხო? პირდაპირ თქვა, ხო, კობახიძემ, რომ 15000-ზე მეტი უმაღლეს განათლება მიღებული ადამიანი არ ჭირდება ქართულ შრომის ბაზარს, ხო? ანუ მაშინ ესე იგი შენ ვერ აკეთებ რაღაცას, ხო? იმიტომ რომ დღეს, რა ვიცი, მსოფლიო ქმნის დამატებითი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტი შექმნას. ამას მხოლოდ შექმნის რაღაც მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში განვითარებული და ანუ ჩვენ სახელმწიფოს ერთ-ერთი გადარჩენის გზა, რომ რაღაც დროს აი ამ კეთილდღეობაზე ვლაპარაკობ და ამ სოციალურ სიკეთებზე არის რაღაც ეტაპზე ნახტომისებური განვითარება ჭირდება და ეს მხოლოდ რაღაცა სახელმწიფოს აქტიური რაღაცა თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით შეიძლება. ამიტომ შენ კი არ უნდა ჩაყვე და დანებდე, თქვათ, წამით დაუშვათ, რომ გალტულციმას მართლა რაღაც კეთილშობილური მიდგომა შეიძლება ქონდეს და უბრალოდ აი მიყვება რაღაცა ამ ტრენდს, ხო, რა, აი ბაზარს აქ მოთხოვნა მეტი რა ვქნათ, ხო? კი არ უნდა ჩაყვე რაღაცა ამ რაღაცა დამოუკიდებლ წრეში, არამედ პირიქით, ხო? თავად უნდა გააჩინო ბაზარზე მოთხოვნა, იმიტომ შენ უნდა გააჩინო მაღალ ტექნოლოგიურ ცოდნაზე მოთხოვნა და მერე უკვე ეს გამოიწვევს რაღაცა უწყვეტი განვითარების პროცესს, ხო? რამის მაგალითები ჩვენ გვაქვს, ხო, სამხრეთ კორეიდან დაწყებული თუ იაპონიით გაგრძელებული ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც მოკლევადაში ძალიან სწრაფი ნახტომი განიცადა, ხო? ბოლოსკენ უნდა წავიდეთ რეალურად და ბოლოს გიგა რო არ დაგვეჩაგრო, კივინ დაგჩაგრავს შენ, მაგრამ მაინც ხომ არ გინდა რამის დამატება? მე აი ემიგრანტები რა ხალ გავიხსენეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ემიგრანტებისთვის პრინციპში მათ შრომაზე მნიშვნელოვნად დგას ეს ქვეყანა და ყველაზე უსამართლო მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, პირობითია ეს ყველაზე ემიგრანტები არიან. ძვირფასო მეგობრებო, დარწმუნებული ვარო, თუ გექნებათ დრო თქვენს ქალაქებში, იმ ქვეყნებში, რომლებშიც ხართ, აუცილებლად იქნება საპირველ მაისო მსვლელობები და კარგი ხალხი არის ეგ, ვინც მაგ მსვლელობებს ატარებს. მიდით ამ აქციაზე, გამოგვიგზავნეთ თუნდაც თქვენი დაკვირვება, რაზეა იქ საუბარი, როგორია ეს საპირველ მსვლელობა, რა მოთხოვნები ჟღერდება. საინტერესო იქნება, მე მგონი, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. მოკლედ წავიდეთ ბოლოსკენ, კი არა და მოვიდა უკვე ჟამი. ესე გვეუბნები რომ უნდა დავასრულოთ. დღევანდელი ეპიზოდი კი იყო ესე ვიწროდ უნდა ყოფილიყო 1 მაისზე, მაგრამ ის რომ აბსოლუტურად ყველა თემა შევეხეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას თუ რას გულისხმობს 1 მაისი თავის თავში, ერთის მხრივ განათლების რეფორმასაც შეიძლება იმ რეფორმას მოიცავდეს და განათლების უფლებას მოიცავდეს 1 მაისი, ისე როგორც მშრომელების უფლებას, მაღაროელების უფლებას, კონსულტანტების უფლებას, მასწავლებლების უფლებას, თუ მშვიდობის საკითხი იქნება ეს თუ მათ შორის აი ამ სოციალური საკითხების გარშემო შექმნილი ერთობების საჭიროებას. და აქვე ვიტყვი ალბათ, რომ სანამ 1 მაისი და 1 მაისის თარიღი არ არის, ხომ, მხოლოდ 1 მაისი ის რასაც 1 მაისი წარმოადგენს მთელი თავისი შინაარსის ისტორიულადაც და მთელი პოლიტიკური მნიშვნელობით, სანამ აი ეს მნიშვნელობა არ იქნება რაღაცა გაზიარებული და საქართველოს რეალობაში იმდენად წინ წამოწეული, რომ ძალიან ცალსახა არ იყოს მთელი აი ამ საზოგადოებისთვის ის, რომ თუ კი ამ თემებზე არ ვლაპარაკობთ, მაშინ
შესაძლებელია მთავარ სტოლობდეთ გვერდით, მანამდე გვექნება ალბათ ღიად ვიტყვი, მანამდე გვექნება ის ზუსტად ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორიც დღეს გვაქვს, ხო? აგერ ტრამპ თაუერიც ვახსენეთ და გვექნება ტრამპ თაუერი, ის რა ქვია, ცენტრალური სკვერის ნაცვლად, რომელიც დაანონსებული იყო იპოდრომის მაგალითზე, ხო? თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თვითონ იპოდრომიც რომ წაერთვა საზოგადოებას და თვითონ აი ამ რაღაცა იდეის მოთვინიერებული ტერიტორიის იდეით ხორციელდებოდა, ეს ხომ საშინელება იყო? მაგრამ ის საშინელებაც კი, რომელსაც აანონსებდნენ იპოდრომის მაგალითზე, ისიც კი სანატრელი გაგვიხდა ამ რეალობაში, იმიტომ რომ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რაღაც 80 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექტი უნდა იყოს წამოჭიმული ამ ტერიტორიაზე და ეს უნდა იყოს იპოდრომის სამომავლო გეგმა. გვექნება მანამდე ის ქვეყანა, რომელშიც მშობლები შვილებისთვის ითხოვენ წამალს და ამაზე პასუხობს ძალაუფლების მპყრობელი და პასუხისმგებელი პირი, ეუბნება, რომ თქვენ ეს წამალი გჭირდებათ არა შვილების სიცოცხლისთვის, არამედ იმისთვის, რომ შვილებისთვის ეტლის საჭიროება გადაავადოთ. გვექნება ქვეყანა, რომელშიც აქვს უფლება ხელისუფალს გითხრას, რომ როგორც მშობელს არ გაქვს უფლება წამალი მოითხოვა, რადგან ეს წამალი ერთის მხრივ ტყუილია, რომ ეს წამალი არ არის სიცოცხლის უფლებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ თითქოს ეს წამალი არის პრიორიტეტული, იმიტომ რომ ის მაინცსა და მაინც სიცოცხლეს კი არ უზრუნველყოფს, არამედ ეტლის საჭიროების გადავადებაზე არის აქ საუბარი და თითქოს ეს არასაკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მშობელს წამლის მოთხოვნის ის კონდეს, რა ქვია, უფლება ჰქონდეს სახელმწიფოსთვის. გვექნება მანამდე სახელმწიფო, რომელშიც ყოველდღიურად მართლა, ანუ განათლებაზე წვდომა კიდევ უფრო შეზღუდული ხდება, სადაც ადამიანები ციხეში ხვდებიან, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ პოლიტიკური აზრი და მხოლოდ ამიტომ სხედან ისინი ციხეში და გვექნება მანამდე ის სახელმწიფო, რომელშიც ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეიძლება პირდაპირაც კი არ იყოს ქართული ოცნების პოლიტიკისადმი კრიტიკით განწყობილი, ამ კრიტიკად მოისაზროს, თუ კი ეს, როგორც მანამდე თქვენი საუბრეთ, აი იმ რაღაცა მოგების განხორციელებას შეუშლის ხელს. ამიტომ 1 მაისს მოდით აუცილებლად აი ამ ჩამონათვალი ღონისძიებებისა რაც იყო, იმ ღონისძიებებზე არ გამოტოვოთ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ღონისძიება, რომელშიც აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ 1 მაისს ვახორციელებთ ამ ღონისძიებას, არამედ ის, რომ ამაზე, ამ საკითხებზე იქნება ეკონომიკური საკითხები, სოციალური პოლიტიკა, თუ შრომის უფლება, სწორედ გვინდა ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, ვისაც გაგვთ სურვილი, რომ ამაზე ერთად გავაზიაროთ მოსაზრებები და ერთად დავიწყოთ, არ იქნება სწორი, განვაგრძოთ მუშაობა. მოკლედ, გელით 1 მაისს მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. მადლობა, რომ გვისმენთ.